მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ იუპიტერის ტრანზიტზე, რომელიც გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში 14 მაისს და გასტანს 1 წელი. ანუ ის იქნება ამ ნიშანში 2026 წლის 1 ივნისამდე. და შესაბამისად დღეს განვიხილავთ 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს, მისი ლაგნის მიხედვით, ანუ ასცენდენტის მიხედვით და კონკრეტულად თქვენთვის სად გადადის, რომელ სახლში გადადის, როგორ ასპექტებს აკეთებს იუპიტერი და რა წყალობა შეიძლება მოგიტანოთ, ან შეიძლება არ მოგიტანოთ. რა თქმა უნდა, შეგეხსენებთ, რომ ეს არის ჯიოტიშის, ანუ ვედური ასტროლოგიის გვერდი და აქ მხოლოდ ვედური ასტროლოგიით გამოთვლილი რუკები და ტრანზიტები და ყველაფერი ვედური ასტროლოგიით გელოდებათ, რომელიც არ ემთხვევა დასავლურ ასტროლოგიას, ამიტომ გაითვალისწინოთ, რომ თქვენთვის ნაცნობი პოზიციები, ტრანზიტები და ტერმინები შეიძლება არ დაგხვდეთ. ვინც ჯერ არ იცით თქვენი ვედური რუკა როგორ უნდა შეადგინოთ, ვიდეოს ქვევით ასევე კიდევ ერთხელ დავლინკავ ვიდეო ინსტრუქციას თუ როგორ შეადგინოთ თქვენი ვედური რუკა ზოგადად რომ ნახოთ რა გაქვთ თქვენი ასცენდენტი, რომ იმის მიხედვით მერე უყუროთ სხვა დანარჩენ ვიდეოებს. ძალიან გთხოვთ, რომ თქვენი დასავლური რუკით იხემძღვანელებთ, იმიტომ რომ იქ რომ რაღაცა პლანეტა სადღაც ყავთ, ან ასცენდენტით ხართ მაგალითად ვერძი, ეგ არ ნიშნავს, რომ ვედური ასტროლოგიითაც ასცენდენტი იქნებით ვერძი. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს ჩემი პროგნოზები, თუ შეადგენთ თქვენს ვედურ რუკას და დაეყრდნობით თქვენს ვედურ რუკას. ეხლა კი დავიწყოთ და მოდი ჯერ ზოგადი მიმოხილვა გავაკეთოთ, რას მოიტანს იუპიტერის ტრანზიტი ტყუპებში. საქმე იმაშია, რომ იუპიტერი და სხვა ნელი პლანეტები და დიდი პლანეტები, როგორიც არის სატურნი და აღმავალი კვანძები, იცვლიან ნიშნებს ერთმანეთთან ძალიან ახლო თანმიმდევრობით და ეს მას ნიშნავს, რომ ზოგადად ძალიან ბევრი ცვლილებების დრო არის. ასევე იუპიტერი, რომელიც თევზების მმართველია და თევზებში კი მისი გადასვლის მომენტში იმყოფება სატურნი და აღმავალი კვანძი, ნიშნავს იმას, რომ ზოგადად იუპიტერი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება დიდწილად დატვირთული სატურნისა და აღმავალი კვანძის ენერგიებით. აღმავალი კვანძი და აღმავალი შეიცვლიან ნიშანს უკვე მალე, ერთ-ერთი გამოთვლებით ეს არის 18 მაისს ამ წლის 2025 წლის, ხოლო მეორე გამოთვლით არის 30 მაისს 2025 წლის. ზოგი ასტროლოგი ისე ხელმძღვანელობს, ზოგი ასე ხელმძღვანელობს, მაგრამ ერთმანეთსგან შორს არ არის ეს თარიღები და რომელიც გინდათ ის აიღეთ ათვლის წერტილად, მაგრამ მაინც იუპიტერის ტყუპებში გადასვლის მომენტისთვის თევზებში იმყოფება აღმავალი კვანძიც და სატურნიც. რაც მას ნიშნავს, რომ იუპიტერი უბრალოდ ესე ჰაერიდან წყალობას შეიძლება არ მოიტანოს. შეიძლება რომ აქ მართალია აღმავალი კვანძისგან განთავისუფლდება თევზები ძალიან მალე, მაგრამ სატურნი საკმაოდ დიდი ხანი ჩერდება. წინა ვიდეოებში ნახავდით სატურნის ტრანზიტზე, რომელიც მაქვს გაკეთებული, თუ არ გინახავთ აუცილებლად უყურეთ და სატურნი აქ გაჩერდება 3 წელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთელი იუპიტერის ტრანზიტის განმავლობაში, რომელიც გაგრძელდება 1 წელი, ეს ტრანზიტი იქნება სატურნის ენერგიებით გაჯერებული, ხომ? რაც მას ნიშნავს, რომ შეიძლება მოგვიტანოს რაღაცებში წყალობა, მაგრამ ეს წყალობა არ დაგვეცემა თავზე, უბრალოდ მოიტანს სატურნისეული ენერგიის წყალობას, ხო, ანუ რაღაცებზე შეგვამოწმებს, რაღაცებზე დაგვტესტავს, სადღაც შრომის ჩადებას მოგთხოვს და სისუფთავეს და პატიოსნებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იუპიტერი არის წყალობის პლანეტა, მაგრამ ყველა სახლში ის ნამდვილად არ არის თავის მაქსიმალურ გამოვლინებაში და რა თქმა უნდა, თქვენს პირად რუკებსაც გააჩნია, როგორი რუკა გაქვთ და ყავთ თუ არა იმ სახლში, რომელშიც თქვენთვის იუპიტერი გაივლის რაიმე სხვა პლანეტები, მაგრამ ზოგადად იუპიტერი არის ძალიან რბილი პლანეტა. შესაბამისად, მოაქვს რაღაცა შანსები, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შანსებს უნდა გამოყენება. იუპიტერი არაფერს არ გვაძლევს, უბრალოდ კარს შეგვიღებს, რომ რაღაცა ახალი გავაკეთოთ იმ სახლში, სადაც ის გაივლის და იმ ასპექტების სახლში, რომელსაც ის ასპექტს გააკეთებს. მაგრამ არაფერს არ გვაძლევს, არსად არ გვეძახის, არსად ესე რაღაცა ცხადი ნიშნები და ცხადი ასე როგორც სატურნმა იცის ხოლმე რაღაც სიტუაციაში ჩაგაგდებს და ან გამოგივა ან არა, ან თუნდაც აღმავალმა და დაღმავალმა კვანძებმა ციციან, ხო, უცებ შემოვარდნილი რაღაცა საკითხები. იუპიტერმა ასე არ იცის, იუპიტერი ძალიან რბილად, ჩურჩულით გეუბნება, რომ აი აქ რაღაცა კაი შეიძლება გამოგივიდეს და თუ ჩადებ იმაში შრომას და თუ რაღაცნაირად ჩვენც იმ რაღაცებისკენ ვიქნებით მიდრეკილი, მაშინ გამოგვივა და მოგვიტანს წყალობასა და წარმატებას და თუ ჩვენ არ გავანძრავთ ხალხს, რა თქმა უნდა, შეიძლება არაფერი არ მოგვიტანოს.
მოგვიტანოს. სხვა შორის ძალიან ხშირად სწორედაც იუპიტერის ტრანზიტს ადამიანები ხელიდან უშვებენ, იმიტომ რომ ადუნებს ზოგადად იმ სახლს, სადაც ის იმყოფება და იმ სახლებს, რომელზეც ასევე ასპექტირებს. ამიტომ, რა თქმა უნდა გაითვალისწინოთ თქვენთვის, რომელ სახლებშიც გაივლის, რომ იმ სახლებში თქვენც იაქტიუროთ და ის შანსები, რომელიც გამოჩნდება, აუცილებლად გამოიყენოთ და ზოგადად ყურადღებით იყოთ შანსებზე, რომ შემდეგ შეძლოთ გამოყენება. ამ ვიდეოში არ მარტო იუპიტერის ტრანზიტზე ვისაუბრებ, ზოგადად ვცდილობ ხოლმე, რომ ჯამში ტრანზიტული ფონი დაგანახოთ, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ასევე, რა თქმა უნდა, სატურნსა და აღმავლელ და დაღმავალ კვანძებზეც ვისაუბრებ და საერთო ასპექტებზე. თუმცა სათითაო ვიდეოები იქნება მაინც ცალ-ცალკე, სატურნის შესახებ უკვე მინდევს 2 ვიდეო, ერთი ზოგადი ვიდეო არის სამყაროსთვის როგორ შეიცვლება მოვლენები სატურნის 3 წლიანი ტრანზიტის განმავლობაში, რომელიც ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგვიტანს და ვიდეოს აღწერაში იქნება, ასევე მეორე ვიდეო მაქვს გაკეთებული სატურნის ასპექტისა, და ტრანზიტისა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, ამასაც შეგიძლიათ უყუროთ და კიდევ დაიდება, რა თქმა უნდა, ვიდეო, როდესაც აღმავალი და დაღმავალი კვანძები შეიცვლიან ნიშნებს და ეს იქნება 3 მნიშვნელოვანი ვიდეო, რომელსაც უნდა მოусმინოთ, რომ ჯამში შეგექმნათ წარმოდგენა თუ როგორ გაივლის ამ ტრანზიტების პერიოდი თქვენთვის. თუმცა ყოველ ვიდეოში ვცდილობ, რომ მაინც ერთმანეთთან დავაკავშირო და ესე მშრალად არ ვისაუბრო რომელიმე კონკრეტულ ტრანზიტზე. ახლა კი მოდი გადავიდეთ უკვე 12-ვე ზოდიაქოს ნიშანზე, თუ ჯერ არის იცით თქვენი ლაგნა, ანუ იგივე ასცენდენტი რა არის ვედური ასტროლოგიით, აუცილებლად გაიგეთ და შემდეგ მოусმინეთ ვიდეოებს. თუ დამიკომენტარებთ, ძალიან გამეხარდება, ეს ძალიან ხელს უწყობს ჩემი გვერდის განვითარებას და მეც თითოეულ კომენტარს აუცილებლად ვკითხულობ და გიგულებთ ხოლმე. ლაგნა ვერძისთვის, როგორ ჩაივლის იუპიტერის სტულპებში ტრანზიტი, რომელიც თქვენთვის იქნება მესამე სახლში და გააფართოვებს მესამე სახლს. მესამე სახლი არის ადამიანის პირადი ნიჭები, პირადი შესაძლებლობები, თვითონ რასაც აკეთებს ხელით, ან უბრალოდ რაღაცის ნიჭი აქვს, რაღაცის უნარები აქვს, რასაც თვითონ საქმიანობს. შესაბამისად, თქვენთვის ეს სახლი გაფართოვდება და გექნებათ შესაძლებლობა, რომ რაღაცა თქვენი ჰობით, თქვენი რაღაცის კეთებით უბრალოდ გამოავლინოთ საკუთარი თავი. თან უნდა ითქვას აუცილებლად, რომ იუპიტერი აქედან ასპექტირებს მე-11 სახლზე, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი ფინანსების სახლი და შესაბამისად გექნებათ შესაძლებლობა, რომ თქვენი ჰობი და თქვენი რაღაცა, რასაც გააკეთებთ, გაიტანოთ სოციუმში და აქედან მიიღოთ შემოსავლები და გქონდეთ გარკვეული ბენეფიტები. ასევე მესამე სახლი არის ნაცნობები, შესაბამისად ახლობლები და ნაცნობები და გაგიფართოვდებათ ეს სახლი, რაც მას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, რომ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია რაღაცა ახალი საქმიანობიდან შემოვიდეს, რაღაცა ახალ წრეზე იაროთ, რაღაცა ჯგუფში იაროთ, რაღაც შეიძლება ისწავლოთ, შეიძლება დაკავშირებული იყოს, არ ვიცი, ნებისმიერ სახის ხელოვნებასთან, წერილობასთან ან რაღაც ასეთებთან და შესაბამისად აქედანაც შეიძლება ახალი ადამიანები შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში და ზოგადად არსაიდანაც, ან უბრალოდ ესეთი რაღაცა ახალი ბევრი გადაკვეთები შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში. ასევე ეს არის მოკლე მოგზაურობები და გადაადგილებები, ცოტა ბოდიელები და ესეც შეიძლება იყოს მრავლად თქვენს ცხოვრებაში ამ ტრანზიტის განმავლობაში. იუპიტერი, როგორც ვთქვით, ასპექტს აკეთებს მესამე სახლიდან მე-11-ზე და აქ შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ზოგადად თქვენს ფინანსებში იქნება ძალიან დიდი ცვლილება. პირველ რიგში, იმიტომ რომ წინა ვიდეოში სატურნის შესახებ ვისაუბრე, რომ სატურნი თქვენს მეორე სახლს ასპექტირებს, რომელიც ფულის სახლია, ხოლო ახლა ვხედავთ, რომ იუპიტერი ასპექტირებს მე-11-ს, რომელიც ასევე მეორე ფულის სახლია. და აქვე სხვა ვიდეოში მე უფრო ვრცლად ნახავთ აღმავალი კვანძიც იქნება თქვენთვის მე-11 სახლში, რაც მას ნიშნავს, რომ ძალიან ინტერესის ქვეშ იქნება თქვენი მხრიდან ფინანსური საკითხები ამ ტრანზიტების განმავლობაში. ეს მას ნიშნავს, რომ გექნებათ უბრალოდ ინტერესი, ან ცდილობები თუ როგორ იშოვოთ ფული, საიდან იშოვოთ ფული, დამატებით შემოსავალი როგორ გაგიჩნდეთ და საიდან და როგორ მოკლედ დაალაგოთ თქვენი ფინანსური ცხოვრება ახლებურად. აქ შეიძლება რომ დამატებით, რახანა მესამე სახლზე ვისაუბრეთ თქვენს ნიჭებზე და ჰობიზე და ასე შემდეგ, შეიძლება რომ დამატებით შემოსავალი გაგიჩნდეთ თქვენი უბრალოდ დამატებითი უნარებიდან გამომდინარე. ანუ შეიძლება რომ უბრალოდ თუ დასაქმებული ხართ იგივე სამსახურში იყოთ და იგივე ადგილას, მაგრამ დაიმატოთ ცხოვრებაში კიდევ რაღაცა ხელობა, რაღაცა ჰობი, გასართობივით რაღაცა, რაც ასევე შემოგიტანთ დამატებით შემოსავლებს.
იუპიტერი ასევე ასპექტირებს თქვენს მეცხრე სახლს, რომელიც არის ზოგადად ასევე მასწავლებლების სახლი, გურუების სახლი, სულიერი ზრდის სახლი, მოგზაურობების სახლიც არის და სატურნის ვიდეოში ვისაუბრებდით და უკვე ალბათ მოისმენდით, თუ არა და წინა ვიდეოში არის მე-12 სახლის სატურნი, თქვენ გაძლევთ საზღვარგარეთ მოგზაურობის გადაადგილების საშუალებას. შესაბამისად, აქ იუპიტერის ასპექტი მესამედან ასევე გვეუბნება, რომ თქვენთვის შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი დოზით ამ ტრანზიტების განმავლობაში მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები აქტუალური, ასევე გადაცხოვრებასთან, ემიგრაციასთან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მესამე სახლის დატვირთული გვაქვს ასპექტი, ორმაგი ასპექტი სატურნისა და იუპიტერის გვაქვს მე-9 სახლზე, ხოლო სატურნი იმყოფება მე-12 სახლში. შესაბამისად, ეს თემა იქნება ძალიან აქტუალური. ასევე საერთო ასპექტით მე-9 სახლში იუპიტერი და სატურნი აუცილებლად გადაგაფასებინებენ მასწავლებლებს, განათლებას, თქვენს ცოდნას, იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის შეიძლება იყვნენ სამაგალითოები და ვისაც უყურებდით, უსმენდით ან ძალიან ეთაყვანებოდით, ასეთი ადამიანების სტატუსი შეიძლება გადააფასოთ, შეიძლება რაღაცები გაიგოთ. ან უბრალოდ თქვენ თავში მოხდეს გადაზრდა გარკვეული ავტორიტეტების. შეიძლება ეს მამაც იყოს თქვენთვის, ან შეიძლება მხოლოდ მასწავლებელი იყოს. მე-9 სახლი ასევე შეგიწყობთ ხელს იმაში, რომ თუ თქვენი ხელობით და თქვენი ნიჭით რაღაცის კეთებას დაიწყებთ, რომ სოციუმამდე ადვილად მიიტანოთ და წარმატებაც მალე მიიღოთ, იმიტომ რომ დატვირთული გაქვთ მე-9-11 სახლები, რომლებიც არის წარმატების და წყალობის სახლები, მათ შორის ფინანსების და შეგიძლიათ, რომ ძალიან ადვილად გახვიდეთ ახალ ბაზარზე თქვენი ახალი ჰობითა და საქმიანობით. იუპიტერი ასევე ასპექტირებს თქვენს მე-7 სახლს, რომელიც არის ურთიერთობების სახლი, ყველანაირი ურთიერთობის სახლი, პირველ რიგში რა თქმა უნდა პირადი ურთიერთობის სახლი, მაგრამ აქ ორმაგი ასპექტი გვაქვს, ასევე აღმავალი კვანტისა და იუპიტერის და რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე ძალიან აქტუალური იქნება თქვენთვის ამ ტრანზიტების განმავლობაში პირადი ცხოვრება და პირადი ურთიერთობები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხართ ურთიერთობაში, ნიშნავს, რომ რაღაცა გადახალისება მოხდება ურთიერთობის აუცილებლად. შეიძლება რომ ახალ ლეველზე გაიცნოთ ერთმანეთი ან ჩაუღრმავდეთ რაღაცებს, რაც გაწუხებთ ან პირობითად თუ ახლა არ გაქვთ მაინც და მაინც კარგი ეტაპი ურთიერთობაში, შეიძლება წახვიდეთ თერაპიაში, შეიძლება კიდე რაღაცები გაქექოთ და ამოიღოთ, რა გაწუხებთ, რა არ მოგწონთ და დაალაგოთ. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი თქვენი მხრიდან იქნება, იმიტომ რომ აღმავალი კვანტი და იუპიტერი ერთობლიობაში ამ სურვილს ნამდვილად შემოიტანს. და თუ არ ხართ ურთიერთობაში, ამ შემთხვევაში ეს ორმაგი ასპექტი მოგცემთ იმ საშუალებას, რომ უბრალოდ ეს თემა გაგიფართოვოთ, რაც მას ნიშნავს, რომ უბრალოდ ვარიანტები იქნება თქვენთვის უფრო მრავლად იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება აწყოთ და განავითაროთ. და თქვენთვისაც ეს შეიძლება გახდეს უფრო მნიშვნელოვანი ამ პერიოდის განმავლობაში. შეჯამება რომ გავაკეთოთ, მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ამ ტრანზიტის განმავლობაში ფინანსების თემა, მოხდება ცვლილებები ფინანსებში, ასევე მიგრაციაში და მოგზაურობაში და კიდევ რაღაცა ჰობის ათვისებაში, ან უბრალოდ რაღაცაზე სპორტზე ან ხელოვნებაზე სიარული იქნება ასევე აქტუალური და ძირითადად იუპიტერი კარგ სახლებს ასპექტირებს, ასევე ძალიან კარგ სახლში იმყოფება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად კარგი გარდასახვები უნდა იყოს წესით თქვენს ცხოვრებაში ამ ტრანზიტების განმავლობაში. ლაგნა კურო. თქვენთვის იუპიტერის ტრანზიტი ტყუპებში გაივლის მეორე სახლში. მეორე სახლი არის ფინანსების სახლი და გამოდირიქით რომ ასევე წინა ვიდეოში ალბათ უყურებდით სატურნის ტრანზიტზე, რომელიც თქვენთვის გაივლის მე-11 სახლში. ორივე მეორე და მე-11 სახლი არის ფულის სახლები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი ცვლილებები ფინანსებში. საით და როგორ იქნება ცვლილებები, ეს მე არ ვიცი, ეს თქვენზე არის უფრო დამოკიდებული, მაგრამ მოდი ვნახოთ რა ვარიანტები შეიძლება აქ გქონდეს. პირველ რიგში, მეორე სახლი არის თქვენი ოჯახი, შესაბამისად, დადებითი ცვლილებები შეიძლება იყოს არა მარტო თქვენს ფინანსებში, არამედ თქვენი ოჯახის წევრების ფინანსებში, ან ზოგადად ოჯახის წევრების კეთილდღეობა იყოს, შეიძლება მაინც და მაინც ხელფასის ზრდა კი არ იყოს, მაგრამ რაღაცა სხვა მატერიალური ცვლილებები იყოს, ხო, შეიძლება ეს იყოს ქონება, ან შეიძლება იყოს ვიღაცის ძალიან კარგი ამბავი, მოკლედ თქვენს ოჯახს უკავშირდება ეს და რა თქმა უნდა თქვენს ფინანსებსაც. საერთოდ ჯამში ეს მას ნიშნავს, რომ
გადასახედი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა და უბრალოდ მოგიწევთ გადახედვა. და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აღმავალი კვანძიც გვეყოლება მეათე სახლში, კვანძებზე სხვა ვიდეოში ვისაუბრებ, ან უკვე დადებული მაქვს ეს ვიდეო, მაგრამ აქაც რა თქმა უნდა ვახსენო ის, რომ ზოგადად კარიერა და ფინანსები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი თქვენთვის ამ ტრანზიტების განმავლობაში. აქვე იუპიტერი ასპექტირებს მეათე სახლში ამ აღმავალ კვანძზე და რა თქმა უნდა ხელი შეგეწყობათ იმაში, რომ კარიერა გადააფასოთ, კარიერაში შეცვალოთ რაღაცები და შესაბამისად ფინანსებშიც გექნებათ შესაბამისი ზრდა, რასაც თქვენს კარიერაში მოახდენთ. იუპიტერი მეორე სახლიდან ასპექტირებს თქვენს მეექვსე სახლსა და აქ ორმაგი ასპექტი გვაქვს აღმავალი კვანძსა და იუპიტერის, რაც მას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ცოტათი შეიძლება წამოიწვიოს წინა პლანზე გარკვეული პრობლემების სიტყვა არ არის სწორი, მაგრამ გამოწვევები უფრო. ხო, შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, მოშურნეები ან ადამიანები, ვისაც არ უნდა თქვენთვის მაინც და მაინც კარგი, ცოტა მტრულად რომ არიან განწყობილი, შეიძლება ცოტა ვალებთანაც გქონდეთ შეხება, ხო? მაგრამ საერთოდ ჯამში ეს ორმაგი ტრანზიტი მოგიტანთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება რომ რაღაცა პრობლემები მოაგვაროთ მეორე მხრივ. იმიტომ რომ აქ აღმავალი კვანძიც ასპექტირებს, ხო და შესაბამისად გექნებათ იმის საშუალება, რომ მაგალითად ძველი პრობლემები, რომელიც არ არის დახურული და უბრალოდ რაღაცნაირად შეჩერდა და მე აღარ გაგრძელდა, აი ის რაღაცები ისევ დაიწყება და შესაძლებელია რომ უბრალოდ მივიდეს თავის რაღაცა ლოგიკურ დასასრულამდე. აი მაგალითად დაძაბულობა ქონდეთ ვიღაც ადამიანთან ან გიჩიოდათ ვიღაცა და რაღაცა მიზეზების გამო მე გაჩერდა ეს სიტუაცია ისე რომ არაფერი არ გადაწყდა. ეხლა შეიძლება ისევ წამოიწოს ეს პრობლემა, მაგრამ იმიტომ არა რომ თქვენ გაწვალდათ, უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცებს დაუსვათ წერტილი, იმიტომ რომ ეხლა თქვენ გექნებათ იმის ენერგია, რომ თქვენი მხარე მოხდეს უფრო ბენეფიტურ მხარეში, ანუ ვიღაცასთან დაძაბულობაში თქვენ გაიმარჯვოთ და იყოს თქვენი უპირატესობა. ასევე შეიძლება ეს ეხებოდეს ჯანმრთელობის თემებსაც, ხო, რახან მეექვსე სახლი არის ჯანმრთელობის სახლი, შეიძლება ეხებოდეს ჯანმრთელობასაც, ანუ შესაძლებელია რომ მაგალითად პრობლემები, რომელიც ადრე გაწუხებდათ ჯანმრთელობის, მაგრამ არ მიხედეთ და ბოლომდე არ მიიყვანეთ, მაგრამ თავისით რაღაცნაირად დროებით გაყუჩდა, აი ზუსტად ის თემები შეიძლება ისევ გამოვიდეს, მაგრამ ისევ გავიმეორებ, რომ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენ ეს თემები დაასრულოთ და მიხედოთ თქვენს ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ამის ენერგია გექნებათ და იუპიტერი ამის წყალობას მოგცემთ, რომ თქვენ შეძლოთ იმ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემთან გამკლობა, რომელიც შეიძლება ახლა ამოვიდეს ამ ორმაგი ტრანზიტის დროს. ასევე იუპიტერი მეორე სახლიდან ძალიან საინტერესო ორმაგ ასპექტს აკეთებს თქვენს მერვე სახლზე. ოღონდ ამ შემთხვევაში სატურნთან ერთად და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სატურნის ტრანზიტზე თქვენ უკვე სატურნის ვიდეოში მოისმენდით, მაგრამ ახლა ეს ორმაგი ტრანზიტი განვიხილოთ. მერვე სახლი რა არის? მერვე სახლი არის პირველ რიგში ტრანსფორმაცია და შეიძლება აქ მოხდეს ასევე ძალიან დიდი წილი თქვენი ცნობიერების შეცვლა, თქვენი შინაგანი ტრანსფორმაცია, გადაფასება რაღაცების მსოფლმხედველობის შეცვლა, ორი დიდი პლანეტა როგორც არის იუპიტერი და სატურნი, აი აქ მოდის თან სხვა შორის მეორე და მე-11 სახლებიდან, რაც გარკვეულწილად ხო ფინანსების სახლია. შეიძლება დიდწილად გადაფასება მოხდეს იმაში, რომ მაგალითად შეცვალოთ თქვენი ხედვა კარიერასთან და ფინანსებთან მიმართებაში. არ ვიცი როგორ შეცვლით, რას შეცვლით, მაგრამ ძალიან დიდი ცვლილება იქნება. ნუ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ასევე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანი, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადადაც რა თქმა უნდა მსოფლმხედველობა და ფილოსოფიური ხედვა ცხოვრების აუცილებლად შეგეცვლებათ ამ ტრანზიტის განმავლობაში. ზოგადად მერვე სახლი მოულოდნელი რაღაცებიც არის ხოლმე, რასაც არ ველოდებით, რაღაცა მისტიური, რაღაცა შეუცნობელი თემებით შეიძლება ამოვიდეს. შეიძლება ასევე თქვენი ფსიქიკის ძალიან ღრმა შრეებში ჩახვიდეთ და რაღაცები აღმოაჩინოთ. მაგალითად, იგივე ოჯახთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, რადგან ეს იუპიტერი მეორე სახლიდან აკეთებს ხო ასპექტს, შეიძლება მაგალითად აღმოაჩინოთ პირობითად, რომ რომელიღაცა თქვენი ოჯახის წევრი თურმე ესეთი კი არა, ასეთი ყოფილა. ან თურმე ამიტომ კი არ აკეთებდა რაღაცას, არამედ იმიტომ აკეთებდა, ეს შეიძლება გეხებოდეთ თქვენ პირადადაც, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ გეხებოდეთ. უბრალოდ რაღაცა გაცნობიერებასა და გადაფასებას აკეთებთ აი ამ ტრანსფორმაციის მერვე სახლში.
იუპიტერი ასევე ასპექტირებს თქვენს მეათე სახლს და აქ როგორც თქვით უკვე აღმავალი კვანძიც იმყოფება და რა თქმა უნდა გექნებათ კარიერული გაფართოება. საერთოდ ჯამში თქვენთვის ყველაზე კარგი იქნება თუ ამ პერიოდს დაუთმობთ კარიერულ და სამსახურეობრივ გაფართოებას, ფინანსების თემას და მე-6 და მე-8 სახლები ზოგადად მარტივი არ არის, ხან ესე ორმაგი ასპექტები გვაქვს აქ, ხო? ეს მოგიტანთ იმას, რომ უბრალოდ ბევრ ამასთანაც მოგიწევთ გამკლავება. უბრალოდ ესე არ იქნება, რომ აი კარიერაზე ავიღე გეზი და ესე სწორ ხაზოვნად ჩემი კარიერა მიდის, ან თუნდაც ფინანსები, ხო? რა თქმა უნდა იქნება გამოწვევები. მე-6 სახლის გამოწვევები, როგორც თქვით, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის მტრები და ვალები, ხოლო მე-8 სახლის გამოწვევა ეს არის შინაგანი ტრანსფორმაცია, მსოფლმხედველობის ცვლილება, რაც ასევე არ არის ხოლმე მარტივი პროცესი, იმიტომ რომ არავის არ გვიყვარს, როცა ჩვენთვის უკვე არსებული მსოფლმხედველობა გვენგრევა და ეს ფსიქოლოგიურად არის ცოტა რთული გასავლელი. თუმცა რა თქმა უნდა, აქაც იმაზე არის დამოკიდებული, თქვენ ახლა სად ხართ ფსიქიკურად, ფსიქოლოგიურად, რა ეტაპზე ხართ ცხოვრების, რამდენი წლის ხართ, თქვენი პირადი როგორია და ზოგი შეიძლება ძალიან მარტივად გამკლავდეთ, ზოგისთვის შეიძლება მეტად რთული აღმოჩნდეს. ლაგნატყუპებისთვის იუპიტერის ტრანზიტი გაივლის პირველ სახლში და ეს მშვენიერი ტრანზიტია იმისთვის, რომ ძალიან გალამაზდეთ, გამშვენიერდეთ, რაღაცნაირად მიხედოთ თქვენს ფიზიკურ ვიზუალს, თუ გინდოდათ ფიზიკური მაჩვენებლების შეცვლა, ვიზუალური ტრანსფორმაცია, მაშინ ეს პერიოდი არის თქვენთვის გადასარევი ამ ყველაფრისთვის. ხელი შეგეწყობათ იმაში, რომ მიხედოთ თქვენს თავს, თქვენს ჯანმრთელობას, ასევე ეს არის პიროვნების სახლი, ხო? პიროვნების გაფართოება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება უფრო თავდაჯერებული გახდეთ, შეიძლება უფრო სოციუმში რაღაცნაირად უფრო კარგად წარსდგეთ, უფრო დაფასებული იყოთ, უფრო მიღებული იყოთ, უფრო მიგიღონ ადამიანებმა და უფრო დაგაფასონ და რაღაცნაირად ავტორიტეტულად აღგიქვან. ამ პერიოდის განმავლობაში რეალურად თქვენ ძალიან კარგად რეალიზდებით საკუთარ თავში. ყოველ შემთხვევაში ამის პოტენციალია, იმიტომ რომ იუპიტერი თქვენ ამ სახლს გაგიფართოვებთ და ასევე იუპიტერის მე-9 სახლზე ტრანზიტი, სადაც სხვა ვიდეოში ნახავთ ალბათ მექნება აუცილებლად, ან უკვე მიდევს აღმავალი და დაღმავალი კვანძების ტრანზიტები როგორ გაივლის და სწორედ მე-9 სახლში გადის თქვენთვის აღმავალის ტრანზიტი და მასზე აკეთებს იუპიტერი ასპექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, პირველი სახლის იუპიტერით ხო ვისაუბრეთ, რომ უფრო თავდაჯერებული და უფრო გაფართოებული, ან თქვენი პიროვნება უფრო გაფართოვდება. შეიძლება რომ უფრო მეტი რაღაცა შინაგანი მხარი აღმოჩნოთ, მეტი დადებითი აღმოჩნოთ თქვენ თავში, რითიც მე წარდგებით სოციუმში. და ეს აღმავალი კვანძის ტრანზიტი, რომელიც მე-9-ში იქნება, სწორედ არის სოციუმის თემა, სწორედ არის რაღაცა უფრო გამოსვლა, ცოტა სოციუმში ასპარეზზე, კონკურენტულ გარემოში, სადაც თქვენ გექნებათ აშკარად ბენეფიტები. და იუპიტერიც აქ აკეთებს აღმავალ კვანძზე ასპექტს პირველი სახლიდან, რაც მას ნიშნავს, რომ ხელი შეგეწყობათ ნამდვილად იმაში, რომ რაღაცნაირად გამოვლინდეთ და გაფართოვდეთ. ასევე, იქნება შეიძლება რაღაცა მოგზაურობებიც იყოს, იმიტომ რომ აქ მე-9 სახლში ისედაც არის აღმავალი და იუპიტერის ტრანზიტიც გვაქვს, უბრალოდ ასპექტი, ხოლო ასევე სატურნის ასპექტიც გვაქვს მე-12 სახლზე. თუმცა ყველა ვარიანტში ეს იქნება გარკვეული სოციალური ცვლილება, სოციალური სტატუსის ცვლილება შეიძლება იყოს. იუპიტერი ასევე აკეთებს ასპექტს თქვენს მე-7 სახლზე და აქ გვაქვს ორმაგი ასპექტი იუპიტერისა და სატურნის ასპექტი. სატურნი მე-10-დან, ხოლო იუპიტერი პირველიდან ასპექტირებენ თქვენს მე-7 სახლს, რაც მას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის პირადი ცხოვრება და პირადი ურთიერთობები ამ პერიოდის განმავლობაში. აქ შეიძლება რომ მოხდეს ძალიან დადებითი მოვლენებიც, ყოველ შემთხვევაში იუპიტერი აფართოვებს სახლს, სატურნი კი ზღუდავს, ანუ გამოგვდის, რომ კი გვექნება მეტი შანსები და საშუალება, რომ თქვენი ურთიერთობები უფრო დაალაგდეს, მათ შორის განსაკუთრებით პირად ურთიერთობას გულისხმობ, მაგრამ სატურნის ასპექტი მე-10-დან გვეუბნება, რომ მაინც სატურნი იქნება სადარაჯოზე, ასე ვთქვათ, და ამ პერიოდის განმავლობაში ურთიერთობების აწყობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნამდვილ რაღაცა ბექგრაუნდზე, ნამდვილ მიწაზე, ნამდვილ სიმყარეზე და არა უბრალოდ მოვეწონე და რაღაცა ჩამოკიდებული ვარ თუ დამიწების გარეშე და რა ვიცი, რა შვებით არ ვიცი, მაგრამ რაღაცა შვებით, ესეთი გაუგებარი ურთიერთობის დრო აქ არ იქნება. ანუ ეს მას ნიშნავს, რომ
გაგიფართოვდებათ ურთიერთობის სახლი, თუ არ ხართ ურთიერთობაში შემოვლენ ადამიანები და გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ დაიტესტებიან ამ სიმყარეზე, ანუ რამდენად მზად არიან ურთიერთობისთვის და ასევე დაიტესტებით თქვენ რამდენად მზად ხართ ურთიერთობისთვის. ხოლო ვინც ხართ ურთიერთობაში ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა გაივლის გამოწვდებს იმ გაგებით, რომ აქ უკვე ყველანაირი ზედმეტი რაც არის უნდა მოშორდეს და რაღაცნაირად საფუძველი თავიდან უნდა აშენდეს ურთიერთობაში, ხო? ანუ შეიძლება დროთა განმავლობაში, ანუ ურთიერთობის იმ ეტაპზე, რაზეც ახლა ხართ, დროთა განმავლობაში შეიძლება პარტნიორთან დაკარგეთ რაღაცა მოჭიდება, შეიძლება რაღაცა წყვეტა გაქვთ ურთიერთგაგებაში და თავიდან შეიძლება გქონდეთ ეს დასალაგებელი სასაუბრო და გადასაწყვეტი და რაღაცა ახალი მექანიზმები შემოსატანი ურთიერთობაში, რომ ორივე იყოთ ბედნიერად და ორივე იყოთ ძალიან კარგად ერთმანეთთან. იუპიტერი ასევე ასპექტს აკეთებს მეხუთე სახლზე აღმავალ კვანძთან ერთად, ანუ აქაც ორმაგი ასპექტი გვაქვს და ეს კიდე იმას ნიშნავს, რომ თქვენ ასევე გაგიფართოვდებათ შვილებისა და თქვენი პირადი რაღაცა პროექტების რეალიზაციის სახლი. შესაბამისად, თქვენ გექნებათ იმის საშუალება, რომ იყოლიოთ კიდეც შვილი ამ პერიოდის განმავლობაში, იუპიტერი მოგცემთ ამის საშუალებას, თუ თქვენ ეს ნამდვილად გსურთ და ასევე შესაძლებელია, რახან აღმავალი კვანძი მეცხრეში გვყავს და მეცხრედან ასპექტირებს, ხოლო იუპიტერი პირველიდან, აქ შეიძლება იყოს, რომ თქვენი პირადი რაღაცა პროექტის რეალიზაცია გააკეთოთ. აი, მაგალითად, რაღაცა საქმე დაიწყოთ, ან ბიზნესი დაიწყოთ, ან წიგნი დაწეროთ, ან არ ვიცი, რაღაცა ასწავლოთ და კურსი გააკეთოთ, ან თქვენი რაღაცა პირადი საქმიანობა დააყენოთ, მოკლედ ფეხზე. და ეს კარიერულადაც გაგიფართოვებთ და სტატუსის კუთხითაც ცხოვრებას, იმიტომ რომ სატურნი მეათეში ყავს, რაც მას ნიშნავს, რომ საქმიანი სფერო ისედაც იქნება აქ აქცენტირებული ამ პერიოდის განმავლობაში და აღმავალი მეცხრეში, რასაც სხვა ვიდეოში უფრო დეტალურად ვისაუბრებ, მაგრამ აქაც უნდა ითქვას, რომ გარკვეული წარმატება და სოციუმში რაღაცა თქვენი პირადი პროექტით თუ რაღაცა, რასაც მოიფიქრებთ, იმითი გასვლა შეგიძლიათ და ადგილის დამკვიდრება შეგიძლიათ. ლაგნა კირჩხიბებისთვის თქვენთვის იუპიტერის ტრანზიტი გავლის მე-12 სახლს და ეს ერთი მხრივ ძალიან კარგი ტრანზიტია იმისთვის, რომ მაგალითად იმოგზაუროთ მე-11 იუპიტერი და მათ შორის სატურნი თქვენს მე-9 სახლში ტრანზიტულად გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გაიფართოვოთ თქვენი სტატუსი, რაღაცა ისწავლოთ ახალი, ან განვითარდეთ იმაში, რაც უკვე ნასწავლი გაქვთ, ასევე თუ სულიერ განვითარების გზაზე ხართ, მოიწვიოთ ახალი მასწავლებლები, იმოგზაუროთ, საზღვარგარეთ იპოვოთ ვინმე მასწავლებელი, ან დისტანციურად ისწავლოთ, დისტანციურად ეკონტაქტოთ ასეთ ადამიანებს. თუმცა მე-12 სახლი ასევე არის დანახარჯების სახლი და შეიძლება გქონდეთ ძალიან ბევრი დანახარჯი. თუმცა შემოსავლით შეიძლება იყოს, იმიტომ რომ იუპიტერი მაინც წყალობის პლანეტა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ მე-8 სახლის ტრანზიტული აღმავალი კვანძი, ანუ იგივე რაჰუ ასპექტირებს ჩვენს მე-12 სახლზე. ცალკე იქნება ვიდეო კარმული კვანძების ცვლილებასთან დაკავშირებით, აქ უბრალოდ მოვიხსენებ იმ ნაწილს, სადაც ჩვენ იუპიტერთან არის ახლა კავშირში. ხო, მე-8 სახლიდან აღმავალი კვანძის ასპექტი ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად ძალიან გააფართოვებს იუპიტერი და თან რაჰუს სურვილები ამ მე-12 სახლს, ანუ მოგზაურობის სურვილს, გაფართოების სურვილს, რაღაცაი განთავისუფლების სურვილს, ხო? იმიტომ რომ მე-12 სახლი არის ასევე განთავისუფლების, ანუ მოგშას სახლი, ხო? შეიძლება აქ იყოს სურვილი, რომ აი საერთოდ გავიდე რაღაცა მატერიალური სამყაროდან, საერთოდ რაღაცა სხვა რეალობებში აღმოუჩნდე, იქნება ეს ენერგეტიკული თუ უბრალოდ ქვეყნის გარეთ გასვლა. სატურნი მე-9 სახლში მაინც გარკვეულწილად მაინც გვამიწევს და ასევე რაჰუ და კეტუს ღერძები, რომელსაც სხვა ვიდეოში ვისაუბრებ, მაგრამ რაჰუს აქ შეუძლია ტრანზიტული რაჰუ მე-8 სახლიდან ასპექტს მე-12-ზე იუპიტერზე შეუძლია, რომ შემოიტანოს ასევე ძალიან დიდი ილუზიები, ხო? ანუ იუპიტერისაც რო გააფართოვებს ამ მე-12 სახლს, აქ კიდე შეიძლება შემოვიდეს ძალიან ბევრი ილუზია, რომ აი რაღაცა всё, ეხა მე უნდა ავიწყვიდო, უფრო მეტი ფული უნდა დავხარჯო, ცხოვრება უნდა შევირგო, აი რაღაცა ასეთი ილუზიები შეიძლება შემოიტანოს, ან შეიძლება აქ ქველმოქმედების მიზნითაც იყოს ძალიან ბევრი ფული დახარჯული
ის ვარიანტიც არის. ანუ საერთო ჯამში მაინც დანახარჯების და დანაკარგების სახლიც არის მე-12. ამიტომ გარკვეულწილად შესაძლებელია სხვა დანარჩენ ბენეფიტებს, როგორც არის რაღაცა მოგზაურობა თუ კარგი თავგადასავალი, ასევე მოყვეს დიდი დანახარჯები, ხო ეს ძალიან ლოგიკურიც არის, რომ ასე მოხდეს. იუპიტერი და აღმავალი კვანძი საერთო ასპექტს აკეთებენ თქვენს მე-4 სახლზე. რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, ნუ გასაგებია თუ ისედაც სამოგზაურო წახვალთან საცხოვრებლად საზღვარგარეთ იცვლება, მაგრამ მათთვის ვინც არ წავა და თქვათ დისტანციურ სწავლებაში იქნება, ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონების ყიდვა, ან გაყიდვა, ან გადასვლა, ან უბნის შეცვლა, ან ქალაქის შეცვლა, ანუ რაღაცნაირად უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემები ორმაგი ასპექტით გვაქვს ამონათებული და იძლევა ეს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად თქვენი ცხოვრება ამ კუთხით შეცვალოთ იმ კუთხით, რა კუთხითაც თქვენ გინდათ. ასევე ორმაგი ასპექტი ჩვენ გვაქვს მერვე კი არა და მე-6 სახლზე, ანუ სატურნის და იუპიტერის ორმაგი ასპექტი გვაქვს მე-6 სახლზე და აი აქ აი ნახეთ როგორ გამოდის, რომ ძალიან აქცენტირებული თქვენს რუკაში იქნება მე-6 მერვე და მე-12 სახლებენ დუსთანის სახლები და ასევე მე-3 სახლი. და რას ნიშნავს, რომ მე-6 სახლის თემაში, ანუ მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემები, ან თუ გაქვთ რაიმე პრობლემები, თქვათ ყავთ მტრები, ან გაქვთ ვალები, იმიტომ რომ ახლა მე-6 სახლი არის მტრების, ვალების და ავადმყოფობის სახლი, ხო? აი ეს თემები იქნება ამონათებული, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სატურნი მე-9 სახლიდან და იუპიტერი მე-12-დან მოგცემთ იმის საშუალებას, რომ პირიქით, ანუ დაალაგოთ ეს საკითხები, ანუ გულისხმობ იმას, რომ მაგალითად თუ აქამდე ქონდათ ისედაც რაიმე მსგავსი პრობლემები, ხო, ან მაგალითად სასამართლო დავები ქონდათ, ან ჯანმრთელობის რაიმე კონკრეტული პრობლემები ქონდათ, ხო, რომელიც შეიძლება მიძინებული იყო, ან უბრალოდ გაჩერებული იყო, ანუ წერტილი არ იყო რაღაცაზე დასმული, ხო? შეიძლება ეს თემები ისევ წამოწიოს, მაგრამ იმ მიზნით, რომ ამ შემთხვევაში უფრო წყალობა მიიღოთ იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა მოაგვაროთ და დაასრულოთ, ხო? ამიტომ ამ თემების გამძაფრება მოემსახურება ამ პერიოდის განმავლობაში იმას, რომ თქვენი პოვოთ ამ პრობლემებიდან გამოსავალი და იუპიტერი მე-12 სახლში გაძლევთ იმ საშუალებას, რომ თუნდაც რაღაც უცხოელი სპეციალისტები დაიხმაროთ, ხო ასევე სატურნი მე-9 სახლში გაძლევთ იმ საშუალებას, რომ ვიღაცა, თქვათ, ადამიანი, ვინც უკვე გარკვეულია, უკვე გაიგება, არის ავტორიტეტი, აღმოჩნდეს თქვენ საახლობლოში, ან უბრალოდ გაიცნოთ და მიიღოთ გარკვეულ თემებზე დახმარება. რჩევა რაც მექნება აქ არის ის, რომ როდესაც ასეთი თემები წამოიწევა, თუ წამოიწევა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტები მოიძიოთ რა და თქვენ იმაზე არ იყოთ, რომ აი რაღაცა ან გაივლის, ან ნუ ოდესმე რა ვიცი, რაღაცას ვიზამ, ან ჩემით მოვაგვარებ, იმიტომ რომ როგორც თქვი, იუპიტერი და მე-12 სახლში და აღმავალის ასპექტით მერვედან ძალიან დიდი ილუზიას ქმნის იმისა, რომ ჩემით შემიძლია ჩემ თავს დავეხმარო, იმიტომ რომ ნუ აღმავალი კვანძი მერვეში ხო ისედაც გქონება, რომ სურვილები იქნება შინაგანი ტრანსფორმაციისკენ და ზოგადად ცვლილებებისკენ და აი თუნდაც თემები, რომელსაც ვერ ვალაგებდით, რომ აი ხა თავიდან კიდე ახალ რაღაცას ვისწავლი და კიდე თავიდან აი მე რო რაღაცას შევცვლი შინაგანად, მე რაღაცა კიდე შეიცვლება, მაგრამ ეს საერთო ჯამში მე-12 სახლში იუპიტერი და რაჰუს ასპექტით უფრო ილუზიის სახეს იღებს, ეს რაღაცა ილუზიებში რაღაც ჩაძირული მდგომარეობა შეიძლება მივიღოთ. ამიტომ ამ მე-6 სახლსაც შეიძლება არაფერი არ ეშველოს ამ ილუზიებით, რომ ეხა მე იმას ვიზამ და ამას ვიზამ და ჩემით. აი ესე რომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ უბრალოდ მიმართოთ ადამიანებს, უმეტეს არის აქ წყალობა იმაზე, რომ სატურნი მე-9 სახლში გაძლევთ იმ საშუალებას, რომ გამოჩნდეთ თქვენს ცხოვრებაში ადამიანები, ვინც დაგიდგებიან გვერდით. თუმცა რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ანუ და ურთიერთქმედებას ადამიანებთან, ეს თემა ცოტა შეიძლება იმედგაცრუების თემაც იყოს, იმიტომ რომ ნუ აქ უკვე აღმავალი კვანძის და აღმავალი კვანძის ცვლილებაზე საუბრობ, რომელსაც სხვა ვიდეოში უფრო ვრცლად განვიხილავ. ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უბრალოდ თქვენი მთლიანი ტრანზიტული რუკა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ზოგადად ურთიერთობები და ეს რაღაცა ხალისიანი, მეგობრული, ემოციური ტკბების ურთიერთობები ცოტა შეზღუდული შეიძლება იყოს. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს აღმავალი კვანძის ტრანზიტი მერვე სახლზე თქვენთვის არის ტრანსფორმაციული და ისეთი სახლები არის ამონათებული, როგორც არის თუნდაც მე-6, მე-8, მე-9, მე-12 სახლები, ხო? სადაც გაივლის
არის ეს მნიშვნელოვანი ტრანზიტები და ასევე ასპექტს გააკეთებენ. ამიტომ თითქმის ყველა თქვენი ამონათებული სახლი თქვენს პირად რუკაში არის დაკავშირებული პრობლემებთან გამკლავების თემასთან, თქვენი თავის გადაზრდისა და განვითარების თემასთან და რაღაცა ახალი დეტალების, ახალი ცოდნის თუ ახალი რაღაცა გზის შემოტანასთან თქვენს ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ეს ტრანზიტი თქვენთვის და შემდეგ უკვე შეიძლება რომ რაღაცა მატერიაშიც წამოვიდეს ამისი რაღაცნაირად დამკვიდრება, თუმცა ეს ტრანზიტი იქნება ძალიან ტრანსფორმაციული, პირველ რიგში, იმიტომ რომ მე-12 სახლი გვაქვს, რა თქმა უნდა, აქ იქნება რაღაცების დანაკარგი, შეიძლება ეს იყოს მატერიალურიც, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძი თქვენ მეორე სახლს გაივლის, ასევე ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ამაზეც კვანძების მოbrunების ვიდეოში უფრო ვისაუბრებ, ის რომ ივნის-ივლისის განმავლობაში იქნება მარსი დაღმავალი კვანძის შეერთება და თქვენთან ეს გაივლის მეორე სახლში. ანუ მერვე სახლის ღერძზე ხო ფაქტიურად იქნება ეს ენერგიები. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ აქ ფინანსურ რესურსებთან და იუპიტერი მე-12-ში და დაღმავალი კვანძი მეორეში და აღმავალი მერვეში ფაქტიურად გვეუბნება იმას, რომ გარკვეულწილად ძალიან გადახედვადი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ცვალებადი ამ ტრანზიტის განმავლობაში. ცვალებადი შეიძლება იყოს უარყოფითი კუთხითაც და დადებითი კუთხითაც, ხო? ვიმედოვნებ, რომ ყველასთვის იქნება დადებითი ცვლილება, მაგრამ დაღმავალი კვანძი სადაც შედის, იქ უყვარს ამოქექვა წინა ცოდვების ბჭყალებში. ამიტომ გაჩნია თქვენ მეორე სახლში რას ახვედრებთ ამ დაღმავალ კვანძს, ხო? თუ მაგალითად ბევრი ვალები გაქვთ ან სხვა ადამიანების ხარჯზე ბევრი რამე გიკეთებიათ, მაშინ ამ ვალების დაბრუნების დრო მოვა, ხოლო თუ პირიქით ძალიან ბევრი რამე გაქვთ გაცემული, მაშინ რა თქმა უნდა პირიქით შეიძლება ეს დაგიფასდეთ კიდეც. ამიტომ საერთო ჯამში ცოტა ისეთი ტრანზიტებია, რომ ცალსახად ესე ვერ ვიტყვით, რომ ან ძალიან კარგი იქნება, ან ძალიან ცუდი იქნება, ან რაიმე კონკრეტულსაც ვერ ვამბობ, იმიტომ რომ ძირითადად მაინც შინაგან ზრდასთან და საკუთარი თავის აღზრდასთან და სწორი მასწავლებლის პოვნასთან და სწორი რაღაცების შემეცნებასთან არის ეს პერიოდი დაკავშირებული და ერთ-ერთ ესეთ უფრო მატერიალურ თემას, რასაც შეიძლება შეეხოს, ეს არის ეს უძრავი ქონების და საცხოვრებელის თემა. დანარჩენი უფრო დაკავშირებული არის ზრდის, ტრანსფორმაციის და ცვლილებების სახლებთან. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ყველა თქვენთაგანი ძალიან კარგად სწორედ გაივლის ამ პერიოდს და სხვა ადამიანი დაუბრუნდება დედამიწას უფრო ჩამოყალიბებული, უფრო მდგრადად რო ეცოდინება რა ჭირდება და ვიმედოვნებ, რომ ასევე ყველა იმ პრობლემას, რომელიც ამ 6 სახლში ამოვა, იპოვით ამ ყველაფერზე გადაჭრის ხერხებს და ძალიან კარგად გამოიყენებთ ამ პერიოდს. იუპიტერის ტრანზიტი ლაგნა ლომებისთვის. თქვენთვის იუპიტერი გაივლის მე-11 სახლში და შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად მოგცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, ცოტა წელში გამართვის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის სატურნი ცოტა მძიმე მდგომარეობაშია და ამაზე წინა ვიდეოში ალბათ უკვე მოისმინეთ, მაინც მე-11 სახლის იუპიტერი ცოტათი შეგვიმსუბუქებს აქ საქმეს. პირველ რიგში მე-11 სახლი ეს არის ასევე ფინანსების სახლი და შესაბამისად რა თქმა უნდა გააფართოვებს ფინანსების სფეროს. და გამოდიერთი და რომ სატურნი მერვე სახლიდან ასპექტირებს თქვენს მე-10 სახლზე, შესაძლებელი იყოს გარკვეული სამსახურებრივი ცვლილება და ამას მოყავს ფინანსური ცვლილება. რა თქმა უნდა, კარგი დადებითი კუთხით, რადგან ფინანსებში იუპიტერი გვიფართოვებს აქ ფინანსურ სფეროს. იუპიტერი ასპექტირებს მე-11 სახლიდან თქვენს მე-5 სახლზე და აქვე ასპექტირებს სატურნი მერვედან, ანუ ორმაგი ასპექტი გვაქვს მე-5 სახლზე, რაც მას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა იქნება გარკვეული ცვლილება შვილთან, შვილებთან, შვილის გაჩენასთან და ასე შემდეგ აი ამ თემებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მრავალმხრივ შეიძლება გამოვლინდეს, იმიტომ რომ ერთი მხრივ აქ სატურნი ცოტა გაუცხოებას, დაშორებას, დისტანციას შეიძლება იწვევდეს შვილთან ერთობაში თუ ყავთ, თუ არ ყავთ ამ შემთხვევაში შვილის არ ყოლის სურვილს, ცოტა ამ თემის მივიწყების სურვილს, ან უბრალოდ შვილის თემის გადაფასებას შეიძლება იწვევდეს, ხოლო იუპიტერი აფართოვებს ასევე ამ სახლს და შეიძლება გვაძლევდეს რაღაც წყალობასაც, ანუ შესაძლებელია რომ ამ პერიოდში ვისაც გსურთ შვილის ყოლა
გადასარევად წარიმართოს ეს სიტუაცია და მოხდეს ტრანსფორმაცია თქვენს მეხუთე სახლში, ანუ შვილების სახლში, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატურნის ასპექტი მერვედან გაფრთხილებთ იმაზე, რომ იყოთ ძალიან ყურადღებით, ძალიან ფრთხილად და მაქსიმალურად მოკლედ გადაემოწმოთ და შეიმოწმოთ ხოლმე ამ პროცესის განმავლობაში. მე-11 სახლი, რა თქმა უნდა, მოგცემთ გარკვეულ წყალობას. აი შეიძლება მოხდეს, რომ მაგალითად ძალიან ძველი ახლობლები, ვიღაც ადამიანები დაბრუნდნენ და ვალები დაგიბრუნდნენ. ოღონდ ვალებში მაინც და მაინც ფულს არ გულისხმობ. შეიძლება ვიღაცას რაღაც სიკეთე გაუკეთეთ და ახლა მობრუნდეს და თქვენ გადაგხდეთ ეს სიკეთე, ან ვიღაცამ რაღაცაში ხელი შეგიწყოთ, ან ბოლოს და ბოლოს აგისრულდეთ თქვენი სანუკვარი ოცნებები და სურვილები, ან უბრალოდ გაფართოვდეთ ზოგადად თქვენს ცხოვრებაში, საქმიანობაში და რეალში. მე-11 სახლი არის წარმატების სახლი და აქ უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს ხოლმე ამ სახლში. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ ძალიან პატარა არ ხართ ახლა ასაკით და რაღაცა ცხოვრებაში დაგითესიათ და რაღაცები გიკეთებიათ, რა თქმა უნდა, რომ მე-11 სახლში მიიღებთ გარკვეულ ბენეფიტებს ამ პერიოდის განმავლობაში. აქვე მე-11 სახლიდან აღმავალი კვანძის ასპექტი გვაქვს მე-7 სახლიდან და იუპიტერს ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად შეიძლება შემოიტანოს ამან რაღაცა მოულოდნელობები, უცნაურობები და რახუსაც შემოგვს ინტერესი აქ და გაფართოება და ასევე იუპიტერსაც. ანუ შესაძლებელია, რომ მაგალითად რაღაცა ახალი საქმეები დაიწყოთ, ახალ საქმეს, ახალ სამსახურს მოკიდოთ ხელი. აქვე შემიძლია თქვა, რომ მესამე სახლსაც გვაქვს აღმავალი კვანძისა და იუპიტერის საერთო ასპექტი. რაც მას ნიშნავს, რომ ზოგიერთი თქვენთაგანისთვის ეს შეიძლება ეხებოდეს რაიმე სახის ხელობას, ან რაღაცა ჰობის, რასაც ხელით აკეთებთ, ან თქვენთვის რაღაცა პატარა ან სტუდიაში, სახლის პირობებში აკეთებთ, ამზადებთ და აი ამ ყველაფრის, აი ამ თქვენი ჰობით რეალიზაციის საშუალება გექნებათ. ამ ტრანზიტის განმავლობაში, რაც საგრძნობლად ბევრად უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაზე გაგიყვანთ. ნუ აქ თვითონ სატურნის ასპექტიც გვაქვს მეორე სახლზე, ანუ მეორე ფულის სახლზე, უბრალოდ პირველი ფულის სახლზე და ნუ საგრძნობი ცვლილებები იქნება ფინანსური კუთხით. ასევე მე-11 სახლი არის აი ცოტა ძალიან ლოკალურად თუ შევხედავთ, რომ შეიძლება ითქვას ციდან დაცვენილი რაღაცა მადლები. ამიტომ აქ შეიძლება რომ რაღაცა ისეთი ფინანსური შემოსავლებიც იყოს, რომელიც თქვენ შრომასთან საერთოდ არ არის დაკავშირებული. მაგალითად, შეიძლება რაღაცა გქონდეთ ძალიან ძველი, რომელიც გაიყიდება და აქედან გექნება შემოსავალი, ან შეიძლება მიიღოთ ალიმენტი, ან მიიღოთ რაღაცა დაზღვევის ანაზღაურება, ან სახელმწიფოს რაღაცა დაფინანსება რაღაცაში. ყველასთვის რა თქმა უნდა სხვა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა ისეთი შემოსავლებით შეიძლება იყოს, რაც მაინც და მაინც თქვენს მუშაობასთან და თქვენ შრომასთან საერთოდ არ იქნება დაკავშირებული და ცოტა ასე ვთქვათ დავარქვათ ბჭყალებში მუქთად შეიძლება რაღაცები მიიღოთ და შეგერგოთ ნამდვილად ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი რაღაცები მოხდება. აქვე იუპიტერის და აღმავალ კვანძს ერთმანეთზე აქვთ ასპექტები, ანუ შესაბამისად იუპიტერის ასპექტირებს თქვენს მე-7 სახლზე, რაც მას ნიშნავს, ნუ აღმავალ კვანძსაც დაიდება ვიდეო, ან უკვე დადებულია და მაგასაც მოისმენთ, მაგრამ ეს მას ნიშნავს, რომ რეალურად ამ ტრანზიტის განმავლობაში და აღმავალი კვანძის ისე გიდგებათ, რომ აუცილებლად გექნება ცვლილებები პირად ცხოვრებაში და პირად ურთიერთობებში. პირველ რიგში აუცილებლად ნუ აღმავალ კვანძზე რო ვისაუბრებ, იქ გეტყვით, რომ აუცილებლად სურვილები გაჩნდება, რომ პირად ურთიერთობაში რაღაცები დაალაგოთ, ანუ თუ გაქვთ ურთიერთობა იმ შემთხვევაშიც და თუ არ გაქვთ ურთიერთობა იმ შემთხვევაშიც, რაღაცებს გადახედოთ, რაღაცები დაალაგოთ ისე როგორც თქვენ გინდათ, რომ გქონდეთ დაალაგებული და იუპიტერის ასპექტი მე-7 სახლზე ამ ყველაფერს უფრო არბილებს და უფრო მეტ პოტენციალს გაძლევთ, რომ ამ თემაში ერთხელ და სამუდამოდ რაღაცები დაალაგოთ ან გადაახარისხოთ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ იყოს წარსულის გაშვება და რაღაც ურთიერთობაზე დამშვიდობება, ესე ემოციურად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ურთიერთობა დიდი ხნის დამთავრებული იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ურთიერთობაში რაღაცა რხევები აუცილებლად იქნება. თქვენთვის მოკლედ ფანტასტიკური ტრანზიტია იუპიტერის და შეირგეთ ეს პერიოდი, მაქსიმალურად მიიღეთ მადლი, იყავით ღია, იმიტომ რომ ყველანაირი ბენეფიტები, რაც ცხოვრებაში დაგიმსახურებიათ და კარმულად დაგიმსახურებიათ, მათ შორის სხვა ცხოვრებებიდან ყველაფერი ახლა შეიძლება მოვიდეს თქვენთან და არ მოგეჩვენოთ, რომ აი რაღაცა უსასყიდლოდ ან ზოგი ისეთი ადამიანიც ხო არის, რომ ვერ იღებს ხოლმე საჩუქრებს და არ შეუძლია რაღაცების მიღება სამყაროსგან. და ეს პერიოდი გასწავლით სწორედ მაგას, თუ თქვენთვის ჯერ ეს უცხო არის,
ამიტომ ვიყავით ღია და უბრალოდ ვიყავით მადლიერი მეტი, თქვენგან არაფერი საჭირო არ არის. ლაგნა ქალწულისთვის იუპიტერის ტრანზიტი. გაივლის თქვენს მეათე სახლში, ეს არის კარიერის სახლი და შესაბამისად თქვენ გექნებათ საშუალება, რომ კარიერაში თქვენი თავი უფრო კარგად განავითაროთ. ყოველ შემთხვევაში იუპიტერი ამის საშუალებას მოგიტანთ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის სხვადასხვანაირად ვითარდება და ყოველთვის, როდესაც ადამიანები ისმენენ პროგნოზებს, ამბობენ ხოლმე, რომ აი ჩემთვის არაფერი არ მომხდარა, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომ შეიძლება უბრალოდ ადამიანის ცხოვრებაში იყოს გარკვეული შემოთავაზებები, მაგრამ თავად მან თქვას უარი. ამაზე რა თქმა უნდა ასტროლოგია არ არის პასუხისმგებელი, თქვენ რა გადაწყვეტილებებს იღებთ ხომ? უბრალოდ პლანეტებს შეუძლიათ გარკვეული საშუალებები მოგცეთ და რაღაცა თემები გაგიფართოვონ. სწორედ ასეთი ვითარება გვაქვს ახლა თქვენ კარიერის სახლში. და რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ კარიერული ზრდის საშუალება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მაგალითად სამსახურიდან შემოგთავაზონ რაღაცა კურსების გავლა, ხო, ესეც კარიერული განვითარება, ან შეიძლება დაგაწინაუროთ, ან შეიძლება დამეტებითი რაღაცა სამსახური შემოგთავაზონ, ან მაგალითად სადღაც მივლინებაში გაგიშვან, სასწავლებლად გაგიშვან, მილიონი ვარიანტი შეიძლება იყოს და ყველა თქვენთაგანისთვის ეს სხვადასხვანაირად განვითარდება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ უნდა გამოიყენოთ ეს შანსები, ეს საშუალებები, ხანდახან სიახლეების ადამიანებს გვეშინია ხოლმე, არ გვინდა ხოლმე, გონია რომ რაღაცა არ გამოგვა, მაგრამ უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, თუ გინდათ რომ კარიერულად ამ პერიოდში ნამდვილად ეს განვითარება გქონდეთ, რა განვითარების მოტანა შეუძლია იუპიტერს. იუპიტერი მეათე სახლიდან ასპექტს აკეთებს მეორე სახლზე, რომელიც არის ფინანსების სახლი, ოღონდ აქ გვაქვს ორმაგი ასპექტი, აღმავალი კვანძისა და იუპიტერის. აღმავალ კვანძზე სხვა ვიდეოში ნახავთ უფრო დეტალურად ინფორმაციას, ახლა კი მხოლოდ ორმაგ ასპექტზე ვისაუბრებთ. ორმაგი ასპექტი, თან აღმავალი კვანძის ასპექტი არის მეექვსე სახლიდან, გვეუბნება იმას, რომ ამ პერიოდში მოგიწევთ ძალიან ბევრი მუშაობა. გარდა კარიერული წინსვლებისა, უბრალოდ ესე არ დაელოდოთ, რომ რაღაცა თავისით მოხდება. აღმავალი კვანძი არის მეექვსე სახლში, რაც ძალიან დიდ შრომასა და მაქსიმალური შრომის ჩადებას გთხოვთ თქვენ საქმიან სფეროებში და მომსახურების სფეროებში, თუ მით უმეტეს ასეთ სფეროებში იმყოფებით. ხოლო ორმაგი ასპექტი, ანუ აღმავალი კვანძსა და იუპიტერის მეორე სახლსა გეუბნებათ, რომ აუცილებლად შეიცვლება თქვენი ფინანსური მაჩვენებელი. და ეს იქნება დაკავშირებული, რა თქმა უნდა, თქვენს კარიერულ ცვლილებებთან და თქვენს შრომასთან მიმართებაში. ასევე შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს თქვენს ოჯახში, რომელიმე ოჯახის წევრთანაც შეიძლება იყოს ფინანსური ცვლილებები. ან შეიძლება თავად ოჯახში გადანაწილდეს ან შეიცვალოს რაღაცა ისე, რომ იყოს ფინანსური ცვლილებები. საერთოდ ჯამში ეს ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თქვენ ჩადებთ ამაში შრომასა და ენერგიას. იუპიტერი ასევე მეათე სახლიდან ასპექტირებს თქვენს მეოთხე სახლს, სადაც ასევე ორმაგი ასპექტი გვაქვს სატურნისა და იუპიტერის და სატურნის ვიდეოში ალბათ ნახავდით, რომ ურთიერთობებში იქნება თქვენთვის ძალიან ასევე მნიშვნელოვანი პერიოდი და ცვლილებები ამ პერიოდის განმავლობაში და ორმაგი ასპექტი მე7-დან სატურნი და მე10-დან იუპიტერი მეოთხე სახლსა გვეუბნება, რომ ასევე გარკვეული ცვლილებები შესაძლებელია იყოს თქვენ საცხოვრებელ არეალში. მაგალითად, ბინა შეიცვალოთ, შეიძლება ქვეყანა შეიცვალოთ, შეიძლება გაარემონტოთ, შეიძლება არ ვიცი რაღაც გვერდზე უბანში გადახვიდეთ თუნდაც, ან სხვა ბინა იქირაოთ, ან გაყიდოთ, ან რაღაცა მსგავსი. თქვენ საცხოვრებელთან იქნება დაკავშირებული. თუმცა მეოთხე სახლი ასევე არის თქვენი კომფორტის ზონა, თქვენი რაღაცა შიდა გარემო, თქვენს სულში და თქვენს გულში და აქაც შეიძლება იყოს ცვლილებები, ხო? მაგალითად, თქვენ სიამოვნებას სადაც პოულობდით, იქ ვეღარ იპოვოთ, რაღაცა სხვა ხერხები ეძებოთ და თქვენ რაც მოგწონდა ცხოვრებაში, თქვენ თავთან რომ არ დორჩებოდით, რის იკეთებაც მოგწონდათ, იქ შეიძლება თქვენთვის აღარ იყოს სასიამოვნო არაფერი და მოგიწევთ თქვენი რაღაცა თქვენ თავთან გასატარებელი დროის სხვანაირად დაგეგმა და სხვანაირად გატარება. ასევე შეიძლება გადააფასოთ ურთიერთობა დედასთან, რადგან მეოთხე სახლი არის, კირჩხიბის სახლია და არის დედასთან დაკავშირებული სახლი და შეიძლება იყოს ასევე ცვლილებები დედასთან დაკავშირებით, ხო? აქაც ვისთვის როგორი ცვლილებები იქნება, მაგრამ როგორი ცვლილებებიც არ უნდა იყოს, ეს იქნება რაღაცა გადაფასებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
ასევე იუპიტერი ასპექტირებს მეათედან თქვენს მეექვსე სახლზე, სადაც ისედაც იმყოფება აღმავალი კვანძი, რაც მას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად წყალობა გექნებათ იმაში, რომ აი ესეთ დატვირთული პერიოდის განმავლობაში, რომელიც ძირითადად შრომასთან და მუშაობასთან იქნება დაკავშირებული, იუპიტერი ცოტათი გიწყალობებთ იმას, რომ მაინც და მაინც ესე ძალიან ისეთ შრომაში არ მოგაქცევთ, რომელშიც შეიძლება რომ რაღაცა გაწყდეთ და ვეღარ გააკეთოთ და რაღაცა ჯანმრთელობა შეიწეროს. ასეთი რაღაცა ნაკლებად იქნება მოსალოდნელი, მაგრამ მაინც უფრო მეტი მუშაობა შეიძლება მოგიწევთ, თუმცა იუპიტერი როგორც წყალობის პლანეტა მოგცემთ იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად მაინც შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი თუნდაც დასვენების დრო. მეორე მხრივ კი სატურნი და იუპიტერის საერთო ტრანზიტი მეოთხეზე შეიძლება გვაძლევდეს იმას, რომ ადამიანს საერთოდ არ ქონდეს თავის ჰობისთვის და თავის თავთან დროის გატარების დრო და საშუალება. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაღაცნაირად დაარეგულიროთ. მართალია ვისაუბრე იმაზე, რომ ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ და ეს კარიერასთან არის კავშირში და მნიშვნელოვანია. ამის დამოხატავად არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენ თავს მისცეთ დასვენების დრო, ოღონდ ძალიან ხარისხიანი დასვენება თუნდაც იმ მცირე დროში, რომელიც შეიძლება გქონდეთ. ლაგნა სასწორებისთვის იუპიტერი გაივლის თქვენს მე-9 სახლს, რომელიც მოგიტანთ რაღაცა აღიარებას, რაღაცა თანამდებობას, რაღაცა წოდებას, რაღაცა წარმატებას. შეიძლება აქ მაგალითად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან რაღაც იმ სფეროებში, რომელშიც თქვენ გინდათ განვითარება. ადამიანები, რომელსაც შეიძლება გქონდეთ უფრო მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა, მეტი კონტაქტები და ამითი დაგეხმაროთ. შესაბამისად, თუ რაღაცნაირად გინდოდათ და თქვენი საქმიანობის ან თქვენი რაღაცა პირადი ინტერესების სოციუმში გატანა და ინტეგრაცია და ხალხისთვის თავის გაცნობა, ამისთვის არის გადასარევი პერიოდი ახლა თქვენთვის. ასევე ეს ხელს გიწყობთ მოგზაურობებში, იუპიტერის ტრანზიტი და ასევე ეს ალბათ წინა ვიდეოში უკვე ნახეთ, თუ არა და ამაზე უკვე ვიდეო მიდევს, სატურნის ასპექტი, რომელიც სატურნი ტრანზიტულად გაივლის თქვენს მე-6 სახლს და ის ასპექტირებს მე-12 სახლზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგზაურობების თემაც შეიძლება იყოს ძალიან აქტუალური თქვენთვის. ასევე აქ უნდა ითქვას, რომ პატარა მცირე გადაადგილებების სახლიც აქტიური გვაქვს ამ ტრანზიტების განმავლობაში, იმიტომ რომ იუპიტერი და სატურნი ორივე ასპექტირებენ თქვენს მე-3 სახლზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ როგორც ახლო გადაადგილებები, ასევე შორი მოგზაურობები და გადაადგილებები. ასევე მე-3 სახლი არის თქვენი პირადი ნიჭებისა და თქვენი პირადი რაღაცა ჰობისა და აი მარტო თქვენ რო გამოგდით და რაღაცნაირად ან თქვენში რო გახსნით რაღაც უნარს, ან რაღაცა ნიჭს, ან ჰობის, რაღაცა ასეთი სახლი არის. რაც მას ნიშნავს, რომ შესაძლებელია გამდირექით რომ ასევე აღმავალი კვანძი თქვენთან იქნება ტრანზიტულად მე-5 სახლში და ამაზე აღმავალი და დაღმავალი კვანძების გადასვლაზე ვიდეოში ვისაუბრებ, შეიძლება დევს კიდეც უკვე ეს ვიდეო, ან უახლოეს მომავალში დაიდება. და შესაბამისად, რახან მე-5 სახლში გვეყოლება აღმავალი და ამაზე იუპიტერი გააკეთებს ასპექტს, ხო, ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია რომ ასევე თქვენი რაღაცა პირადი პროექტები განავითაროთ. ყველანაირად თქვენთვის ეს პერიოდი დაკავშირებული იმასთან, რომ აი თქვენ რაც გინდოდა, თქვენ რაც გულში ქონდათ ჩაფიქრებული და თქვენ რაც გამოგდით, რა ნიჭიც გაქვთ, რა ჰობიც გაქვთ, აი ზუსტად ამ რაღაცებით გახვიდეთ სოციუმში და გააკეთოთ რეალიზაცია, ხო? შეიძლება ეს იყოს რაღაცა უბრალო ჰობი, მაგალითად, ცეკვავდეთ ან წერდეთ ან მღეროდეთ ან არ ვიცი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ამისთვის არის გადასარევი პერიოდი და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად იაქტიუროთ თან სატურნი მე-6 სახლში, ამაზე წინა ვიდეოში ვისაუბრე, თუ არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ სატურნის ტრანზიტთან დაკავშირებით თევზებში, სატურნი მე-6 სახლში გაძლევთ კონკურენტ უნარიანობას, ხო, იმ ვიდეოშიც ვისაუბრე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე ისეთ თემებზე გვაქვს საუბარი, სადაც თქვენი პირადი პროექტი რამესთან მიმართებაში არის კონკურენციაში, ან სადღაც უნდა გაიტანოთ, ან რაღაცა გამოფენა იქნება, ან არ ვიცი, რაღაც ესეთი იქნება, ხო, სადაც ვიღაცები იმარჯვებენ, აი ამ შემთხვევაში გექნებათ უპირატესობა. შეიძლება ეს იყოს მათ შორის სადმე ჩაბარებასთან დაკავშირებითაც, ხო? ამიტომ მაქსიმალურად იაქტიურეთ და არ დაიხიოთ უკან. ეს არ არის თქვენთვის პერიოდი, როდესაც ესე კლასიკურად სამსახურს უნდა შეაწიროთ თავი და სამსახურში უნდა ჩადოთ, ან რაიმე კარიერაში. რა თქმა უნდა, ასეთ შეიძლება იყოს, რომ ზოგიერთი თქვენთაგანისთვის კარიერა, რომელშიც ხართ კავშირში იყოს თუნდაც იმ რაღაცა კონკურსებთან, ან
რაღაცა საქმიანობებთან დამოუკიდებლად რაც შეიძლება გააკეთოთ, იგივე სფერო შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე დამოუკიდებლად აკეთებდეთ, ხო? აი მაგალითად, ავიღოთ ჩვეულებრივი რაღაცა იურისტის საქმე და შეიძლება რომ გარდა იმისა, რომ სადმე იყოთ დასაქმებული როგორც იურისტი, შეიძლება რომ თქვენი პირადი ნაშრომი გააკეთოთ, ან რაღაცა სხვა დამოუკიდებელ პროექტზე იმუშაოთ, ან თქვენ თავზე თქვენით აიყვანოთ კლიენტი და თქვენ გახვიდეთ ასპარეზზე თქვენი სახელით, ხო? ამიტომ შეიძლება ისიც იყოს, რომ იგივე სფეროში იყოთ, ან შეიძლება სრულიად სხვა სფეროსა და სხვა თემატიკის ჰობები და თქვენი ინტერესები იყოს აქ წინა პლანზე წამოწეული, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეცადეთ, რომ მეტადი აქტიურად, იმიტომ რომ წყალობა გაქვთ იმაზე, რომ გაიმარჯვოთ და საჭირო მე-6 სახლში თქვენ ამის ძალიან დიდ შანსს გაძლევს, რომ იყოთ აი დაუმარცხებელი და აი სუპერ კონკურენტუნარიანი და თუ რაიმე ეგეთ სფეროებში ხართ, სადაც გიწევთ შეჯიბრზე გასვლა ან კონკურსზე ან რაღაც ასეთზე აუცილებლად გაიმარჯვებთ. ამიტომ მაქსიმალურად განავითარეთ თქვენი თავი ამ მიმართულებით. ასევე იუპიტერი აკეთებს ასპექტს მე-9 სახლიდან თქვენს პირველ სახლზე და აქ გვაქვს ორმაგი ასპექტი. ერთი მხრივ მე-5 სახლიდან, ხოლო მეორე მხრივ მე-9 სახლიდან არის ორმაგი ასპექტი თქვენს პირველ სახლზე. რაც მას ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება ასევე ვიზუალური გარდასახვები. შესაძლებელი აქ მოიწესრიგოთ თქვენი რაღაცა ვიზუალური ფორმა, ხო? შეიძლება მაგალითად გაიკეთოთ კბილები ან რაღაცა წონა დააკორექტიროთ ან ფორმები თქვენი ან რაღაცა შეცვალოთ იმიჯი თქვენს გარეგნობაში. ყველა ვარიანტში იქნება რაღაცა სურვილი, რომ რაღაცა შეცვალოთ და რაღაცა გაუმჯობესოთ. და ასევე ეს ორმაგი ასპექტი, ესეთი დადებითი სახლებიდან, როგორც არის მე-5 და მე-9 სახლები, მოგიტანთ იმას, რომ რაღაცა პირადად თქვენ თავთან დამოკიდებულებაშიც გექნებათ ცვლილება. ვინ ვარ მე, როგორ პოზიციონირებ, შეიძლება ცოტა აიმაღლოთ კიდეც საკუთარ თავზე თვითშეფასება. იმ რაღაც საქმეებიდან გამომდინარე ცხადია რა რაშიც შეიძლება რომ წარმატება გქონდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სულ რომ მაგალითად ისეთ ასაკის ადამიანებიც ხომ ისმენენ, რომლებიც შეიძლება ჯერ არც არიან დასაქმებულები და არაფერი დიდი ისე თქვათ არ გქონდეთ ხო საქმეები ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ყველა ვარიანტში თქვენ თავზე შეგეცვლება წარმოდგენა, უფრო თავდაჯერებული გახდებით, უფრო დააფასებთ, განსაკუთრებით თქვენს ვიზუალს, აი განსაკუთრებით ვისაც გქონდათ ან გააქვთ პრობლემა საკუთარი თავის მიღების, საკუთარი სხეულის მიღების, ეს პერიოდი ძალიან კარგია იმისთვის, რომ ეს რაღაცები დაამუშავოთ და ავტომატურადაც შეიძლება რომ რაღაცები თავისით მოგეხსნათ ამ თემაში შიშები და უსიამოვნო შეგრძნებები. სხვათა შორის აქ შეიძლება ამას უფრო ვისაუბრებ ალბათ აღმავალი და დაღმავალი კვანძების ტრანზიტის ვიდეოში, მაგრამ აქაც აუცილებლად ვიტყვი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს აღმავალი კვანძის ასპექტი გვაქვს მე-5 სახლიდან, პირველ სახლზე და ორმაგი ასპექტია, ხო და ვიზუალს ეხება, შეიძლება აქ იყოს დაორსულებაც და ორსულობის გამო ვიზუალის ცვლილებაც შეიძლება იყოს. ამიტომ ზოგიერთი თქვენთაგანისთვის, ვისაც გააქვთ ეს მიზანი და მისია, შეგიძლიათ რომ ეს გააკეთოთ. ასევე აღმავალ კვანძის ტრანზიტის ვიდეოში ვისაუბრებ იმას, რომ მე-5 სახლში თუ რას მოგცემთ კიდე ეს აღმავალი კვანძი. მოკლედ, ლაგნა, ანუ ასცედენტო სასწორებო, ეს არის თქვენი დრო, რომ თქვენი გულისა და თქვენი სულის საქმეებში მოიპოვოთ რეალიზაცია და როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ ახლა სამსახურეობრივად ან რაიმე სხვა თემებში ცხოვრებისეულად, ეცადეთ, რომ აი თქვენი რაც გულით გინდათ, იმ რაღაცებში მაქსიმალური შრომა და ენერგია ჩადოთ, იმიტომ რომ გექნებათ აუცილებლად კარგი შედეგები. ლაგნა მორიელებისთვის იუპიტერის ტრანზიტი ტყუპებში, რომელიც თქვენთან გაივლის მე-8 სახლს. მე-8 სახლის თემები ზოგადად ახლა მორიელებისთვის არ უნდა იყოს უცხო, იმიტომ რომ მე-8 სახლი ისედაც არის მორიელის სახლი და იმიტომ რომ მორიელი არის მე-8 ნიშანი და შესაბამისად ის ცვლილებები, რომელსაც იუპიტერი ამ სახლში მოიტანს, თქვენთვის არ უნდა იყოს უცხო და არ უნდა იყოს რაღაცა შემაძრწუნებელი. ცვლილებები, რა თქმა უნდა, ყველა თქვენთაგანისთვის თქვენი პირადი რუკიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ძალიან დადებითიც და ძალიან უარყოფითიც, ხო? გაჩნია ახლა რა პერიოდები გაქვთ, ზოგადად ცხოვრებაში თქვენი პლანეტარული პერიოდი როგორია და ზოგადად თქვენი რუკა როგორია, იმიტომ რომ თუ მაგალითად მე-8 სახლში რაღაც პლანეტები გყავთ, ეს კიდე დამატებით რა თქმა უნდა ელფერს შესძენს ამ ტრანზიტს თქვენთვის. მაგრამ ზოგადად რისი თქმით შეიძლება ეს არის ის, რომ მე-8 სახლი რა არის? მე-8 სახლი არის ტრანსფორმაციის ზრდის სახლი, შინაგანი რაღაცა ცვლილებების სახლი, მსოფლმხედველობის ცვლილებების სახლი და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, მორიელი
მორიელისთვის არ არის უცხო ეს გარემო, იმიტომ რომ ასცენდენტი მორიელი ისაც არ იბადება მშვიდი ცხოვრებისთვის, ისაც იბადება ცვლილებებისთვის და ცოტა ქარსაცხლებისთვის, ხო? შესაბამისად ეს არ არის თქვენთვის უცხო გარემო და მით უმეტეს იუპიტერი, რომელიც წყალობის პლანეტა არის, დიდ შემთხვევაში შეიძლება რომ ეს იყოს ძალიან კარგი წყალობის მომტანი. მაგალითად, რაში შეიძლება ხა ეს გამოვლინდეს? ნუ ასცენდენტი მორიელები სადაც ხომ მუდმივად განვითარებისკენ და სიღრმეებისკენ მისწრაფით ხო გააჩნია კიდე ამ ასცენდენტზე თუ პლანეტები ყავთ, მით უმეტეს ან თუ ზოგადად მორიელი და მერვე სახლი ცოტა ისეთი დატვირთული ყავთ, ხო და შესაბამისად ამ პერიოდში განსაკუთრებით გაგიმწარფრდებათ, მიდრეკილება რაღაცა სულიერი ცოდნისკენ, პრაქტიკებისკენ, უფრო შეიძლება პრაქტიკებისკენ იყოს, თუმცა ცოდნაც შეიძლება აქ იყოს, იმიტომ რომ თან არ დაგვაუწყდეს რომ სატურნი გადის თქვენს მეხუთე სახლს ტრანზიტულად პარალელურად ხო სატურნის შესახებ უკვე მაქვს ვიდეო გაკეთებული წინა ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ. აქედან გამომდინარე იქნება მიდრეკილება რომ რაღაცები ისწავლოთ სულიერი ან მედიტაციები ისწავლოთ ან არ ვიცი სხვადასხვა რაღაცა ასეთ სულიერ თემებში ჩადოთ თქვენი დრო და ენერგია და ან ჩაუღრმავდეთ თუნდაც იმას რაც ისედაც იცით ან ისედაც უკვე რაღაცნაირად ხართ იმ სფეროში რომელიც ასეთ რაღაცებთან არის დაკავშირებული. და უფრო რაღაცა გააფართოვებთ აი ამ საკითხებს, იმიტომ რომ იუპიტერი ზოგადად აფართოვებს ხო იმ არეალს, სადაც ის შედის. ამიტომაც გაგიფართოვდებათ ეს სფერო, შეიძლება ჩაუღმავდეთ ახალი რაღაცებიც ისწავლოთ, სხვა შეიძლება საზღვარგარეთთანაც იყოს დაკავშირებული თუნდაც სწავლა, ზოგადად წასვლა და აქედან გამომდინარეც იყოს ეს ტრანსფორმაციული, იმიტომ რომ აღმავალ კვანძს, რომელიც მაისის 15 რიცხვიდან გადავა თქვენს მეოთხე სახლში და იუპიტერს, რომელიც არის გადავა უფრო სწორედ თქვენს მერვე სახლში, ორმაგი ასპექტი აქვს მე-12 სახლზე. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მოგინდეთ მოგზაურობა გასვლა რაღაცა სწავლასთან პარალელურად ამ ყველაფრის გაკეთება ან შემეცნება, ან შეიძლება სხვა შორის თქვენი ფინანსური მდგომარეობაც ძალიან შეიცვალოს. იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენთაგანისთვის უკეთესობისკენ გააჩნია აქაც კონკრეტულად თქვენთვის როგორი ვითარება არის, იმიტომ რომ იუპიტერი ისედაც მერვე სახლში გაივლის, რაც ფინანსების სახლია და სხვისი ფინანსების სახლი, ესე უხეშად რო ვთქვათ, ხო, უფრო პარტნიორის და ნუ ასე შემდეგ. ასპექტირებს ის მეორე სახლზე, რა თქმა უნდა, პირველადი ასპექტით, რომელიც ასევე ფინანსების სახლია, ჩემი ფინანსების სახლი და ასევე ორმაგი ასპექტი გვაქვს სატურნი მეხუთე სახლიდან, სატურნის და იუპიტერის ორმაგი ასპექტი გვაქვს მეორე სახლზე, ფინანსების სახლზე და ასევე ეს ჯაჭვი ქმნის იმას, რომ მორიელების ცხოვრებაში აუცილებლად ფინანსური საკითხები შეიცვლება. ნუ იმედი მაქვს, რომ ყოველთვის უკეთესობისკენ, ანუ ეს ტრანზიტები გაძლევთ იმ საშუალებას, ანუ ყველა ტრანზიტი რო გავითვალისწინო ხო, სატურნის მეხუთე სახლიც და იუპიტერის და აღმავალი კვანძის და დაღმავალი კვანძისაც ხო, ჯამში გვეუბნება იმას, რომ თქვენ საშუალება გექნებათ გადახედოთ თქვენს მუშაობა დასვენების ბალანსს ცხოვრებაში, ასევე სატურნზე უკვე ვისაუბრე, რომ ანუ გეძლევათ საშუალება რაღაც ახალი ან ისწავლოთ, ან უკვე დაგროვებული თუ რაიმე გაგვცეთ სერტიფიკატები, ცოდნები ამ შემდეგ ეს ყველაფერი გამოავლინოთ და ძალიან კარგი შანსი იძლევა, რომ აი ამ რაღაცა ტრანსფორმაციაში, რომელშიც თქვენ მოყვებით ამ პერიოდის განმავლობაში რაღაცა ახალი საკითხი წამოწიოთ, ან უფრო ჩაუღრმავდეთ რაღაცა თუ უკვე რაღაც თქვენ სწორ გზაზედ გეხართ და მატერიალური მდგომარეობა ძალიან დიდწილად გაიუმჯობესოთ. იუპიტერი ასევე ასპექტირებს თქვენს მეოთხე სახლს, სადაც აღმავალი კვანძი იქნება ამ პერიოდის განმავლობაში და ეს გვეუბნება იმას, რომ ცოტათი შეგიმსუბუქებთ აი აღმავალი კვანძის გავლას მეოთხე სახლში, რომელიც ცოტა შეიძლება არეულად განვითარდეს, ამას სხვა ვიდეოებში ნახავთ, აღმავალი კვანძების ტრანზიტები როგორ გაივლის, თუმცა აქ ცოტათი შემსუბუქება იქნება ამ მხრივ, რაც ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა გენდომებად გადაცხოვრება, შეიძლება საზღვარგარეთ წასვლა ან გარემოს გამოცვლა გენდომებად, მაგრამ იუპიტერი მოგცემთ იმ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი უფრო უმტკივნელად და უფრო რაღაცნაირად რბილად განვითარდეს თქვენთვის და არ იყოს ძალიან უხეში და ემოციურად ძალიან დატვირთული. ასევე, ნუ რაჰუ ამ სახლში ცოტათი არევს მონასტერს, ანუ თქვენი ემოციური სამყარო შეიძლება ცოტა აირიოს და იუპიტერი აქაც გვაძლევს საშუალებას, რომ ცოტა დავბალანსდეთ. თუმცა იუპიტერი ასევე მერვე სახლიდან, რომელიც დუსთანა სახლი არის, რა თქმა უნდა, გარკვეული დაჭიმულობა
შეიძლება შემოიტანოს კიდეც ამ სახლში, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის ტრანსფორმაციის გზა, რომელიც მორიელებისთვის იქნება ძალიან კარგი რაღაცა ხიდის გამდები ზოგადად ცხოვრებაში. ნეგატიური მხარეები რაც შეიძლება იყოს და ერთ-ერთი თემა რომელიც კიდე შეიძლება აქ წამოვწიოთ და ეს სატურნის უდევისთვის საუბრა, ეს არის რეპროდუქტიოლოგიის მხარე და შვილის გაჩანის თემა. რა თქმა უნდა სატურნი მეხუთე სახლში იძლევა იმას, რომ შეიძლება უბრალოდ გადაიფიქროთ შვილის გაჩენა, ან აღარ გინდოდეთ, ან რაღაცნაირად ტვირთად აღიქვათ ზოგადად ბავშვის ყოლა, ან არსებულ შემთხვევაში თუ უკვე ყავთ ბავშვები, მაშინ ბავშვებთან რაღაც მეტი ინტერაქცია მოგიწევთ, ან მეტი შრომის ჩადება, ან თუნდაც ემოციური დისტანცირება ან რაღაცა მსგავსი და ეს შეიძლება ტვირთად შეიგრძნობოდეს გარკვეულწილად, მაგრამ მეორე მხრივ იმ შემთხვევაში თუ გინდათ ბავშვის გაჩენა, ან ყოველ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ ამ უახლოეს წლებში გინდათ, რომ დაურსულდეთ, ქალებისთვის განსაკუთრებულად შეიძლება იყოს ეს კარგი პერიოდი, იმიტომ რომ მერვე სახლი არის ასევე სექსუალური სახლი, რეპროდუქტიული სახლი და იუპიტერი ამ სახლში იქნება იმის მომტანი, რომ შეიძლება ადამიანს დაურსულება ასევე სატურნი მეხუთე სახლში გვეუბნება, რომ გარკვეულწილად შესაძლებელია, რომ დაფიქრდეთ იმაზე, რომ რაღაც უახლოეს წლებში იყოლიოთ შვილი. ასევე მერვე სახლი არის სხვისი ფინანსები, ხო, შესაბამისად შეიძლება რომ ვისთვისაც რეზონირებს და იმას აქში ხართ, შეიძლება იყოს, რომ ამ შემთხვევაში დაიწყოთ უბრალოდ პარტნიორის ძიება მხოლოდ მატერიალური გათვლებით. მხოლოდ არის შეიძლება რა თქმა უნდა სიყვარულიც გინდოდეთ და ურთიერთობაც, მაგრამ სატურნი მეხუთე სახლში ტრანზიტულად და პლუს მეშვიდეზე რო ასპექტირებს, რა თქმა უნდა, მთლიანი სატურნის ტრანზიტის განმავლობაში ცოტათი ემოციურ რაღაცა ურთიერთქმედების სურვილებს და ძალიან რაღაც რომანტიულ მომენტებს ცოტა გააშრობს, ხო, ცოტათი გაყინავს. ამიტომ აქ უფრო სკეპტიკური დამოკიდებულება შეიძლება იყოს ქალების მხრიდან, რომ აიცი რა, ხო, მე აღარ მაინტერესებს ეს რაღაცა პეპლები მუცელში და მე მინდა უბრალოდ დასაყრდანი პარტნიორი, ფინანსურად რეალიზებული, რომელიც მეც რაღაცას მომცემს და ძალიან სკეპტიკურად იყოს რაღაცას გონებრივი ძიება პარტნიორის, ვისაც არ ყავთ ამ ეტაპზე პარტნიორი. თემა რომელზეც უნდა გაგაფრთხილოთ არის ის, რომ გამძირეკითად რომ მერვე სახლი რეპროდუქტოლოგიის სახლი, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იქნება სწორედ ასეთი გზებით გადამდებთ დაავადებებთან, ან უბრალოდ თქვენთვის რეპროდუქტიულ რაღაცა პრობლემებთან, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა ყურადღებით უნდა იყოთ, განსაკუთრებით თუ დაურსულებას აპირებთ ამ პერიოდში და ყურადღებით უნდა იყოთ ასევე სექსუალურ კავშირებთან, იმიტომ რომ იუპიტერი ამ სახლში რა თქმა უნდა აფართოვებს ამ ჩვენი სექსუალურ მერვე სახლს და რა თქმა უნდა შეიძლება აქ იყოს ძალიან დიდი რაღაცა ლტოლვა და დიდი გამოწვევა, რომ რაღაცა ისეთ ურთიერთობებში შევებათ, რომელიც მხოლოდ სექსუალურ კავშირზე ტრიალებს, მეტი რა თქმა უნდა არაფერს არ გვაძლევს და ჯანმრთელობასაც ვიგდებთ ამ შემთხვევაში საფრთხეში და ასევე იმედგაცრუებული შეიძლება დავრჩეთ და ზოგადად მერვე სახლი არის ძალიან დიდი ფილოსოფიის და ძალიან დიდი შემეცნების სახლი, მით უმეტეს როცა იუპიტერი შემოდის და აქ უკვე გააჩნია თვითონ ადამიანს და მის ცნობიერებას, ხო, თუ ადამიანი არის გაცნობიერებული და მერვე სახლის ეს იუპიტერის ტრანზიტში თუ მიდრეკილება იქნება განსაკუთრებით, რომ ფილოსოფიურად ჩაიმეცნოს სამყარო და რაღაცნაირად ფილოსოფიურად უფრო მომწიფდეს ცხოვრებისეულად, ხო, და მიხედოს თუნდაც ფინანსებს, ან რაღაცა შვილის თემას, ან უძრავ ქონებას, ან თუნდაც ემიგრაციას, ან მოგზაურობას უბრალოდ, ხო? ამ შემთხვევაში ადამიანს ნამდვილად ექნება იმის საშუალება, რომ ეს ტრანზიტი საუკეთესოდ გამოიყენოს ამ ყველაფრისთვის, მაგრამ თუ რა თქმა უნდა ისოდესო თქვენი რუკიდან გამომდინარე ლტოლვა და ეს რაღაც ინტრიგები და ურთიერთობები და სამკუთხედები და ხუთკუთხედები და ეს რაღაცები უფრო წაგიღებთ, ხო? მაშინ აქ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ. მოსალოდნელია ის, რომ შეიძლება გამდინარე იქიდან რომ აქ სატურნი ასპექტირებს თქვენს მეშვიდე სახლს და ისაც მეოთხეშია და შეიძლება ამ პერიოდში მოკლებული იყოთ ცოტა ემოციურ რაღაცა მტკბობას ურთიერთობაში, ხო, უფრო დიდი ხდება იმის ალბათობა, რომ ძალიან ნამდვილად გაგიწიოთ რაღაცა ესეთ უაზრო სექსუალურ კავშირებზე. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ფრთხილად ვართ ამ თემასთან დაკავშირებით და ვცდილობთ, რომ ეს ტრანზიტი გამოვიყენოთ უფრო ფილოსოფიური ზრდისთვის, ჩამოყალიბებულობისთვის და რაღაცა ჩვენ ცხოვრების ახალ ხარისხში აყვანისთვის. ამისთვის ასევე ხელს გვიწყობს რამოდენიმე ძალიან კარგი იოგა ფორმირდება თქვენთვის ამ ტრანზიტების ფონზე. მაგალითად, სატურნის ტრანზიტული სატურნი, რომელიც მეხუთე სახლს გაივლის, ის არის თქვენთვის მეოთხე სახლის მმართველი.
და როდესაც კენდრა სახლის მმართველი ხდება ტრიკონოში, ეს ძალიან კარგი იოგას ქმნის, ანუ პლანეტარულ ურთიერთობას, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს იმას, რაც ახლა ვილაპარაკე, კარგი გაგებით. და კიდევ რამოდენიმე ძალიან კარგი იოგა, მაგრამ დეტალებით აღარ დაგხლით, ანუ თლიანი აზრი და ფილოსოფია მორიელებისთვის არის ის, რომ გამოიყენეთ ეს პერიოდი, თუნებებიც არის, მაგრამ ასევე ძალიან კარგი პერიოდი, რომ მართლა level-up-ი გააკეთოთ პირველ რიგში მატერიალურ თემებში და რაღაც შინაგან ზრდაში და განვითარებაში. ლაგნა მშვილდოსნობისთვის იუპიტერის ტრანზიტი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში თქვენთვის გაივლის მე-7 სახლში. მე-7 სახლი არის ურთიერთობების სახლი, როგორც პირადი, ასევე ზოგადად ურთიერთობების სახლი და ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, გაგიფართოვდებათ ურთიერთობების სფერო. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება აქ შემოვიდნენ ძალიან ბევრი ადამიანები, როგორც ძველი, ისე ახალი, ასევე შეიძლება იყოს აქ პირადი ცხოვრება და პირადი ურთიერთობა ძალიან აქტუალური. გულისხმობ იმას, რომ თუ არ გაქვთ ურთიერთობა და გინდათ წყვილში ყოფნა და დაწყვილება, იუპიტერი ნამდვილად მოგცემთ იმის შანსს, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც პოტენციურად შეიძლება იყვნენ თქვენი სამომავლო პარტნიორები. ასევე შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ თქვენი პოტენციური მეგობრები, იმიტომ რომ ასევე აღმავალი კვანძი იმყოფება მე-3 სახლში ტრანზიტულად, რომელზეც იუპიტერი აკეთებს ასპექტს, ტრანზიტული იუპიტერი თქვენი მე-7 სახლიდან. რა თქმა უნდა, აღმავალი და დაღმავალი კვანძების ცვლილებაზეც იქნება ცალკე ვიდეო, ან უკვე მიდევს, არ ვიცი, შემოწმეთ და იქ უფრო დეტალურად ვისაუბრებ, მაგრამ აქაც შემიძლია გითხრათ, რომ აღმავალი კვანძი მე-3 სახლში გაგიფართოვებთ ახალ ნაცნობებს, ახალ ურთიერთობებს და რადგან მე-3 სახლის და მე-7-ს ურთიერთობების თემას ეხება და ორი დიდი პლანეტა, როგორც არის აღმავალი კვანძი და იუპიტერი გაივლიან ამ სახლებს, რა თქმა უნდა, აქ თქვენს ცხოვრებაში უფრო დიდი დოზით იქნება ურთიერთობები, ხო? არ ვიცი რა სფეროებიდან, როგორ, რა თქმა უნდა, ეს თქვენზე არის დამოკიდებული, ყველა სხვადასხვა რაღაცით ხართ დაკავებული და შესაბამისად, ყველა თქვენთაგანისთვის სხვადასხვა სფეროებიდან შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები მოსულები. პირად ურთიერთობას რაც შეეხება, თუ გაქვთ ურთიერთობა უკვე, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენი ურთიერთობა უფრო დამშვიდდეს, უფრო დაალაგდეს, უფრო რაღაცნაირად განაზდეს და ისე რომ თქვენთვის ეს უფრო უკეთესად შეიგრძნობოდეს. რა თქმა უნდა, ურთიერთობებზე, როდესაც გადის იუპიტერი, ანუ იუპიტერი კი არის წყალობის პლანეტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უბრალოდ აფართოვებს იმ სახლს, რომელშიც ის გაივლის და გვაძლევს შანსებს, ხო? ამიტომ გააჩნია ყოველ თქვენთაგანი, როგორ დახვდება ამ ტრანზიტს, ხო? ანუ რა ვითარება გაქვთ, რა კარმა გაქვთ დაგროვებული ამ მე-7 სახლში. ანუ მაგალითად, თუ ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთ, ან დიდი ხანია იმყოფებით, ხო? იუპიტერი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დაალაგოთ ეს ურთიერთობა, ხოლო შანსს როგორ მოგცემს, ეს უკვე დაკავშირებულია იმასთან, რომ შეიძლება ამოწიოს წინა პლანზე ის რაღაცა წუხილები და ის რაღაცა მდგომარეობები, რაც თქვენ გაქვთ. ანუ მაგალითად, შეიძლება ძალიან ავტომატურ რეჟიმში გქონოდეთ აქამდე ურთიერთობა და ნუ რაღაცა ცოტას მეფიგუები, ცოტას ისეგუება და ნუ რაღაცნაირად ვართ. მაგრამ იუპიტერი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად მოგინდეთ, რომ აი მოდი ერთხელ და სამუდამოდ რაღაცებში დაავლაგდეთ, მოდი ვილაპარაკოთ, მოდი მივიდეთ ფსიქოლოგთან, მოდი რაღაცა ის ვქნათ, ან ის ვქნათ. ანუ მოგცემთ დაალაგების საშუალებას და ურთიერთობის გარდასახვის საშუალებას. რა თქმა უნდა, მეორე საკითხია ეს თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს საშუალება თქვენ გექნებათ. ასევე შესაძლებელია, რომ პარალელურად სხვა ადამიანებიც გამოჩნდნენ ურთიერთობის მიზნით და მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რა არჩევანს გააკეთებთ, თუმცა ეს თემა იქნება აქტუალური. ასევე მე-3 სახლზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ იუპიტერი აქედან აკეთებს ასპექტს, მე-3 სახლზე და აღმავალ კვანძზე და ისე ურთიერთობის თემში, რომ გავაგრძელოთ, ხო, მე-3 სახლი ასევე არის ჩვენი პირადი ინტერესებისა და ჩვენი ჰობების, ჩვენი ნიჭების, აი ჩვენთვის, რასაც სახლში ვაკეთებთ, რაღაცა ჩვენი სიყვარულიდან გამომდინარე, სწორედ და ამ ყველაფრის სახლი არის. რაც მას ნიშნავს, რომ ეს ნაცნობები და ახლობლები და ახალი ხალხი მის თქვენ ცხოვრებაში მოდის, შეიძლება იყოს დაკავშირებული სწორედ იმ ახალ საქმიანობებთან, რომელსაც თქვენ წამოიწყებთ. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ჰობი, რაღაც ხელოვნებასთან იყოს დაკავშირებული, ან ხელით კეთებასთან იყოს დაკავშირებული, ან ნებისმიერ რაღაცასთან, ყოველთვის რა თქმა უნდა, სხვადასხვა რაღაცა იქნება, ხო? მაგრამ სწორედ აი ამ ახალი სფეროდანაც შეიძლება რომ იყოს წამოსული ის ახალი ურთიერთობები, მეგობრული თუ პირადი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება ასევე ეს ჰობი თუ რაღაცა საქმიანობა არ იყოს მაინც და მაინც ძალიან ახალი, მაგრამ ადრე აკეთებდით და ეხლა შეიძლება მივიწყებული გქონდეთ და ისევ განაახლოთ და ამ კუთხით გახვიდეთ სოციუმში და გაიცნოთ ახალი ადამიანები. ასევე იუპიტერი, რა თქმა უნდა, პირველადი ასპექტი არის პირველ სახლზე და პირველ სახლზე მხოლოდ იუპიტერი კი არა, სატურნიც აკეთებს
ასპექტ სატურნის ალბათ წინა ვიდეოში უკვე ნახავდით, თუ არ გიხილავთ, სატურნის ტრანზიტზე უკვე მაქვს ჩაწერილი ვიდეო და იქ უფრო ვრცლად ვსაუბრობ. თუმცა აქ იმას ვიტყვი, რომ სატურნი მეოთხე სახლიდან და იუპიტერი მეშვიდედან საერთო ასპექტს აკეთებს თქვენს პირველ სახლზე, ანუ ასცედანტზე, იგივე ლაგნაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გექნებათ საკუთარი თავის გადააზრებისა და საკუთარი თავის ტრანსფორმაციის პროცესები. ეს შეიძლება პირველ რიგში იყოს უფრო ვიზუალური კუთხით, იმიტომ რომ მაინც ასცედანტი არის ჩვენი ვიზუალი და ჩვენ როგორ წარვდგებით სოციუმის წინაშე. შესაძლებელია აქ უბრალოდ მოიწესრიგოთ თავი, მაგალითად გაიკეთოთ რაღაც ჩარევები, მოიწესრიგოთ კბილები, ხო, მაინც სატურნი ასპექტირებს. ან მოიწესრიგოთ რაღაც არ ვიცი, სტილი შეიცვალოთ, იმიჯი შეიცვალოთ, ფიზიკური ფორმები შეიცვალოთ, წონა შეიცვალოთ. ყოველ შემთხვევაში გეძლევათ ამის საშუალება და გექნებათ ამის სურვილი და ფიქრები იქნება ამაზე, რომ თქვენ რაღაცა ვიზუალში და თქვენს იმიჯში გინდათ რომ შეცვალოთ. ასევე ეს შეიძლება ეხებოდეს მარტო ვიზუალს კი არა, არამედ თქვენს თავდაჯერებულობას, როგორ წარდგებით ზოგადად ადამიანების წინაშე, როგორი სტატუსით ხართ, როგორი თავდაჯერებულობით ხართ, როგორი შინაგანი განწყობით ხართ. აი, ეს გარემოებები შეიძლება შეიცვალოს და საკუთარი თვითაღქმა და საკუთარი თავდაჯერებულობა შეიძლება აქ შეიცვალოს. და ასევე მესამე ასპექტი, იუპიტერი აკეთებს თქვენს მე-11 სახლზე, აქ უკვე აღმავალ კვანძთან ერთად აკეთებს, აღმავალ კვანძზე, როგორც თქვა, სხვა ვიდეოში იქნება ინფორმაცია უფრო უცვლად. აქ კი საერთო ასპექტის ფარგლებში შემიძლია თქვა, რომ მე-11 სახლი არის ასევე ფინანსების სახლი და რაღაცა წყალობების სახლი, რაც მის ნიშნავს, რომ თუნდაც რადგან ეს აღმავალი კვანძი თვითონ მესამე სახლში იმყოფება და ასპექტირებს მე-11 სახლს, შეიძლება რომ თქვენი ახალი ჰობითაც გქონდეთ დამატებითი შემოსავალი. ყველა ვარიანტი თქვენი ფინანსების სახლი იქნება გადახედილი. ამ პერიოდში გაგიფართოვდებათ ფინანსების სახლი. რა თქმა უნდა, როცა ვამბობთ, რომ იუპიტერი არის წყალობის პლანეტა და რაღაცა სიახლეები იქნება, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაელოდოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ აი აღმავალზე რომ იქნება ვიდეო, ან უკვე დევს, შეიძლება უკვე მიდევს YouTube-ზე, იქ უფრო დეტალურად ნახავთ, რომ აღმავალი თქვენ გთხოვთ იმას, რომ იშრომოთ და რაღაცები აკეთოთ, ხო? მესამე სახლში. შესაბამისად, მე-11-შიც ესე უბრალოდ შემოსავლებს ნუ დაელოდებით, თქვენ უნდა გააკეთოთ რაღაცები, ხო? ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ ესმით, აი რა შემიძლია რომ გავაკეთო და რა შეიძლება რომ აქ მოხდეს, რაც დამატებით შემოსავალს მომიტანს. შეგიძლიათ დააკვირდეთ უბრალოდ იმას, რომ რა მოთხოვნები და თხოვნები შემოდის თქვენთან დაკავშირებით, ხო? აი მაგალითად უბრალოდ შეიძლება იყოთ ინგლისური სპეციალისტი ვთქვათ და ოღონდ არ იყოთ ამ სპეციალობით დაკავებული და ეხლა მუშაობდეთ მაგალითად ბუღალტრად, პირობითად ვამბობ, ხო? მაგრამ შეიძლება უცებ ვიღაცა ძველმა ნაცნობმა, ან უბრალოდ უცნობმაც კი შემოგთავაზოთ, რომ ვაიმე შენ ხო იყავი ახლა ინგლისური სპეციალისტი, აი წიგნი დავწერე და აი თუ შეგიძლია რომ დამიედიტო ეს წიგნი, ხო, გადახედო და გამისწორო. თუ მოეწონა თქვენი ნაშრომი, მე შეიძლება დაგიკვეთოთ, მე შეიძლება სხვა ხაზზე გახვიდეთ, სხვა ადამიანებიც მოგიყვანონ. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფულთან დაკავშირებით და რაღაცა სამუშაოსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სამუშაო უფრო ისეთი კი არ არის, ანუ რაღაცა full time სამსახური, არამედ აი დამატებით რომ შემოგთავაზებენ რაღაცას, რაც იციან რომ უკვე გამოგდით, ან შეიძლება ეხა გაიგეს, მაგრამ გთავაზობენ რაღაცის გაკეთებას და აი ესეთ რაღაცებზე არ უნდა თქვათ უარი რა, იმიტომ რომ ადამიანებს ხანდახან გვჭირს, რომ აი ხა იცი რა მაგას 20 წლის წინ ვაკეთებდი და რა დროს ეგ არის და მე აღარ მემახსოვრება და ჩემზე უკეთესებიც არიან და აი ეს მომენტები ჯობია რომ არ იყოს. მით უმეტეს აქ იუპიტერი და სატურნი თქვენს პირველ სახლზე რომ ასპექტირებს, ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენი თავი სხვანაირად დაიფასოთ და სხვანაირად წარდგეთ. ამიტომ უარს ნუიტყვით და თუ ეხლა არ იცით რა შეიძლება იყოს ეს დამატებითი რაღაცები, რამე შეიძლება მოგიტანოთ დამატებით შემოსავალი და თვითრეალიზაცია, ხო, უბრალოდ მოусმინეთ სამყაროს, ვინ რას შემოგთავაზებთ და არ თქვათ ამაზე უარი, ეს შანსები გამოიყენეთ და აუცილებლად გექნებათ ცვლილებები ფინანსებთან დაკავშირებით. ლაგნა დღის რქებისთვის როგორც ჩავლის იუპიტერის ტრანზიტი, რომელიც გაივლის თქვენს მე-6 სახლს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ზოგადად უფრო ესეთი დადებითი, ბუნებით დადებითი პლანეტები, როგორც არის იუპიტერი, ბუნებით ნეგატიურ სახლებში ცოტა კარგავენ თავიანთ ძალას და შეიძლება არაერთგვაროვანი შედეგები მოგვიტანონ.
ну, პირველ რიგში მეექვსე სახლი არის შრომის სახლი და ალბათ ასეთენ ტიტხისგებისთვის ეს არ არის უცხო თემა და არ არის ახალი ამბავი, ისედაც მათთვის შრომა და რაღაცა ფინანსური და მატერიალური თემები ისედაც აქტუალური არის ხოლმე ცხოვრებაში, მაგრამ ამ ტრანზიტის განმავლობაში განსაკუთრებით იქნება ამონათებული ეს სფერო, შესაბამისად შეიძლება მოგიწევთ უფრო დატვირთვა რაღაცების კუთხით, ან იუპიტერმა მაინც იქიდან გამომდინარე, რომ წყალობის პლანეტაა და ძალიან დადებითი პლანეტაა, შეიძლება მოგიტანოთ გარკვეული საშუალებები, რომ მაგალითად რაღაცა უკეთეს პირობებში იყოთ დასაქმებული, ხო? თან გამომდინარე იქიდან, რომ იუპიტერი და აღმავალი კვანძი მეორე სახლიდან საერთო ასპექტს აკეთებენ თქვენს მეათე სახლზე, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს სამსახურებრივ სფეროში, თუმცა ვისურვებდი, რომ უბრალოდ ეს ცვლილებები არ ყოფილიყოს მხოლოდ სამსახურიდან წამოსვლა, არამედ იყოს შესაბამისი სამსახურის მოძებნა და გადასვლა, ან უფრო წინსვლა და არა უბრალოდ წამოსვლა, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ყველა თქვენთაგანის პირად რუკას გააჩნია, მაგრამ იუპიტერმა შეიძლება მოგიტანოს ძალიან დიდი დატვირთვა. და შეიძლება აქ იყოს სურვილი, რომ ადამიანი წამოვიდეს სამსახურიდან, დატოვოს სამსახური. მაგრამ იუპიტერი ამ პერიოდში მაინც მოგთხოვთ მეექვსე სახლში გარკვეულ შრომის გაწევას. ამიტომ ჯობია, რომ უფრო ყურადღებით მივდგეთ ამ საკითხს. ორმაგი ასპექტი მეათე სახლზე კი, რა თქმა უნდა, მოგცემთ გარკვეული სტატუსის ცვლილებას შეიძლება სამსახურებრივად, შეიძლება უბრალოდ დაიწყოთ ისეთი სამსახურების ძებნა, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება თქვენს ახლანდელ მოთხოვნილებას, ხო? იმიტომ რომ აქ ასევე იუპიტერი თქვენს მეორე სახლს ასპექტირებს, ხოლო მეორე სახლში იქნება თქვენი აღმავალი კვანძი, რომელიც მეორე მხრივ აკეთებს ასპექტს ისევ და ისევ მეექვსე სახლის იუპიტერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის ზოგადად და ფინანსების თემა ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, ხო? მით უმეტეს აღმავალი კვანძით შეიძლება მაქსიმალური ყურადღება და თქვენი ცნობიერება და ფიქრები ზუსტადად ამ საკითხთან იყოს დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ამაზე უფრო დეტალურად შემდეგ ან წინა ვიდეოში ნახავთ, გააჩნია რა თანმიმდევრობით დაიდება ამ არხზე აღმავალი და აღმავალი კვანძები, როცა შეიცვლიან ნიშნებს და სახლებს. იმ ვიდეოში უფრო ცალად ვისაუბრებ ამაზე. ახლა კი შემიძლია ის თქვა, რომ მაქსიმალურად იქნება დატვირთული თქვენთვის ფინანსების სფერო, სამსახურებრივი სფერო, შრომის სფერო, ასევე ძალიან ყურადღებით იყავთ ჯანმრთელობასთან, იმიტომ რომ მეექვსე სახლი მაინც ჯანმრთელობის თემაა და აღმავალი კვანძიც შემოდის, რომელიც ასევე ასპექტით მეორედან, რომელსაც ასევე შეიძლება შემოქონდეს რაღაცა სიახლეები და იუპიტერიც, რა თქმა უნდა, ამ სფეროს აფართოებს. ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან. ეს მას არ ნიშნავს, რომ ცუდად გემართოთ, ესე არ გაიგოთ, უბრალოდ სიფრთხილეს თავი არ ტკივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯობია რომ თუ რამე შეგაწუხებთ, წახვიდეთ, გადაემოწმოთ, შეემოწმოთ, ყველაფერი გამორიცხოთ, არ დაიკიდოთ თქვენი ჯანმრთელობა ფეხებზე, არ მიაყურადოთ, იმიტომ რომ ამ პერიოდში წამოჭრილი, თავწამოყოფილი წუხილები ჯანმრთელობის მოითხოვენ თქვენი მხრიდან ამ სფეროს მიხედვას, ხო? ასევე იუპიტერი ასპექტს აკეთებს თქვენს მე-12 სახლზე სატურნთან ერთად, მე-3 სახლიდან და რაც გარკვეულწილად, იზოლაციის სახლიც არის, ხო? მე-12 სახლი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ეს ჯანმრთელობის თემები დაკავშირებული იყოს, მაგალითად, სამოწყოფოში იზოლაციასთან ან რაღაც ეგეთებთან, ხო? რა თქმა უნდა, მე-12 სახლს თავისი სხვა მნიშვნელობებიც აქვს, როგორიც არის უბრალოდ მოგზაურობა და განვითარება და სულიერი გაზრდა და მოგშა სახლია ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოდი იმ რაღაცებზე გავუსვათ ხაზი, რაც შეიძლება იყოს პრობლემური და რაზეც ღირს ყურადღების მიქცევა. ასევე სატურნისა და იუპიტერის საერთო ასპექტი მე-12 სახლს მშვილდოსანზე ცალსახად აკეთებს აქცენტს ხარჯებზე, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ძალიან ბევრი ხარჯი შეიძლება თქვენდეთ ამ პერიოდის განმავლობაში და შეიძლება ასევე ჯანმრთელობაზეც იყოს ძალიან დიდი ხარჯი წასული აქედან გამომდინარე. ამიტომ ფულთანაც უნდა იყოთ ყურადღებით, თან ეს აღმავალი კვანძი თქვენ მეორე სახლში მოგცემთ რაღაცნაირად იმის სურვილსა და იმის უნარს, რომ შეცვალოთ დამოკიდებულება ფულთან მერთებაში და სატურნი თუნდაც წინა ვიდეოში ვისაუბრე მე-3 სახლში, რომ მოგიტანთ თქვენი ხელით რასაც გააკეთებთ რაღაცა იმ შრომისა და იმ საქმიანობის გამოტანის საშუალებას. და ამიტომ რაღაცნაირად ფინანსების თემა აუცილებლად შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში. ასევე ცალსახად შეიცვლება გარკვეული გარემოებები თქვენს ოჯახში. ეს შეიძლება, რა თქმა უნდა, აქ ისეთ აღმავალი კვანძი გვაქვს მეორეში და ამიტომ, მაგრამ იუპიტერის ასპექტიც გარკვეულწილად, ცოტათი
კეთილშობილებს თქვენს ოჯახის სახლს, ოჯახის არეალს და თქვენს ოჯახში შეიძლება იყოს დადებითი ცვლილებები. თუმცა იუპიტერი აქ მაინც და მეც ძლიერი არ არის მე-6 სახლიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ დავივიწყოთ, რომ არის წყალობის პლანეტა და გაჩნიათ თქვენ რას ახვედრებთ ამ მეორე სახლში და მე-6 სახლში და რასთან უწევს ამ პლანეტებს მუშაობა თქვენს ამ სახლებში. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ყოველთვის დადებითად ჩაივლის ეს პერიოდი. ლაგნა, ანუ ასცენდენტი მერწყულებისთვის იუპიტერის ტრანზიტი ტყუპებში გაივლის თქვენს მე-5 სახლში. რეალურად ეს საკმაოდ დადებითი ტრანზიტია, იმიტომ რომ აქედან იუპიტერი ასევე ასპექტირებს თქვენი ტრიკონის სახლებს და ამავდროულად აღმავალი კვანძი პირველი სახლიდან, ანუ ასცენდენტიდან ტრანზიტული აღმავალი, ასევე ტრიკონებს ასპექტირებს. ეს მას ნიშნავს, რომ ყველაფერი ის კარგი და დადებითი რაც რუკაში გაქვთ, ეს უხეშად რო ვთქვა, ძალიან გიფართოვდებათ ამ ტრანზიტის განმავლობაში, რაც გაძლევს საშუალებებს, რომ ძალიან ბევრ კარგ რაღაცას მიაღწიოთ ცხოვრებაში. მოდი დავიწყოთ თვითონ ტრანზიტით. იუპიტერი მე-5 სახლში. იუპიტერი მე-5 სახლში პირველ რიგში ვისაც სურვილი გაქვთ და ფიქრობთ, გაძლევთ შვილების ყოლის საშუალებას და შვილებთან ზოგადად რაღაცა კარგი რაღაცების საშუალებას და ასევე თქვენი პირადი პროექტების, თქვენი პირადი, არ ვიცი, რაღაც ჩანაფიქრების განხორციელებას, ხო? რომელიც შეიძლება დიდი ხანია გინდათ, შეიძლება დიდი ხანია ფიქრობთ და სწორედ ახლა გეძლევთ მაგის საშუალება, რომ განახორციელოთ. ასევე მე-5 სახლი რომანტიკული ურთიერთობების სახლია, რაც მას ნიშნავს, რომ აქაც შეიძლება იყოს გარკვეული ინტერესები ამ კუთხით, ასევე თქვენი დაღმავალი კეთილ ტრანზიტულად გაივლის მე-7 სახლს, ამაზე უკვე კვანძების ცვლილების ვიდეოში ვისაუბრებ, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება პირად ურთიერთობაში. ზოგიერთი თქვენთაგანისთვის ეს შეიძლება იყოს კარმული ურთიერთობის მოსვლაც, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძით გვაქვს, ხოლო ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში შეიძლება იყოს პირიქით ურთიერთობის დასრულებაც, ხო? თუმცა მე-5 სახლის იუპიტერი მაინც გიფართოვებთ რომანტიკულ ურთიერთობებს, რაც მას ნიშნავს, რომ შეიძლება შეიცვალოს პარტნიორი, შეიძლება სხვა ურთიერთობაში შეხვიდეთ. თუმცა მაინც გაითვალისწინეთ, რომ მე-5 სახლი არის უბრალოდ რომანტიკული ურთიერთობები, აქ შეიძლება რაღაცა სერიოზული ჯერჯერობით არ იყოს და იყავით უფრო ყურადღებით. ეხლა მოდი ვნახოთ ასპექტები. ასპექტები პირველ სახლზე, მე-5-დან, სადაც არის ანუ აღმავალი კვანძი ასპექტირებს იუპიტერს და პირველიდან და იუპიტერი ასპექტირებს აღმავალ კვანძზე მე-5-დან, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად პირველ სახლსაც გაგიფართოვებთ ხო აღმავალის თავის ტრანზიტით და ასევე იუპიტერის ასპექტით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ცოტათი თავდაჯერებულობასთან და თვითშეფასებასთან უფრო კარგი ურთიერთობა დაამყაროთ ზოგადად, მაგრამ ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ შეიძლება სწორედ ამას შეეწიროს თქვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ აღმავალი კვანძი პირველზე რო გაივლის, ხოლო აღმავალი მე-7-ზე, შეიძლება რომ რაღაცა მეტი პრეტენზია, მეტი ამბიცია და მეტი რაღაცა ის გაგიჩნდეთ მოთხოვნები პარტნიორთან თუ ურთიერთობაში იმყოფებით, ხო? ასევე ეს აფერთოებს თქვენს პირველ სახლს იმ გაგებით, რომ უფრო მეტ ზოგადად პირველ სახლსა დგას ყველაფერი ხო პირველ რიგში ჩვენი ჯანმრთელობა. ჯანმრთელობასთან ერთად უნდა იყოთ გარკვეულწილად ყურადღებით, იმიტომ რომ აღმავალი კვანძი მაინც კარმული კვანძია და რას მოგვიტანს აქ არ ვიცით, ამიტომ რა თქმა უნდა იყოთ ყურადღებით. თუმცა გეძლევათ იმის საშუალება, რომ პოზიტიური ჩარევები და ცვლილებები მოხდენოთ თქვენს გარეგნობაში და იუპიტერი მე-5 სახლის ასპექტით, ანუ ტრიკონას სახლიდან ასპექტირებით, თქვენ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ეს პროცედურები, რაც იქნება გალამაზებისა და გამშვენიერების, ძალიან კარგად წარიმართოს, ხო? ასევე იუპიტერი ასპექტირებს თქვენს მე-11 სახლს და მე-9 სახლს. მე-11 და მე-9 სახლი ორივე ასევე დადებითი სახლებია და ეს მას ნიშნავს, რომ ისევ და ისევ რაც ვახსენე, რომ შეგიძლიათ თქვენი რაღაცა პირადი პროექტებით სამყაროში პოზიციონირება, მე-9 და მე-11 სახლები ამაში შეგიწყობენ ხელს, ხო? ანუ სოციუმზე გახვალთ, ადამიანები მიიღებენ ამ თქვენ რაღაცა პროექტს, რასაც განახორციელებთ და აქაც იქნება განსაკუთრებით ფინანსური ცვლილებები. ნუ ფინანსური ცვლილებები კიდევ იმიტომ იქნება, ალბათ უკვე მოისმინეთ სატურნის ვიდეო ტრანზიტული სატურნის თავზებში, თუ არ მოგისმენთ აუცილებლად უყურეთ, თუმცა აქაც შემიძლია აღვნიშნო, რომ
ტრანზიტული სატურნი მეორე სახლში გადის თქვენთვის, რაც ფინანსების სახლია და ასევე იუპიტერსა და სატურნს მეორე და მეხუთე სახლებიდან საერთო ასპექტი აქვს თქვენს მე-11 სახლზე, ანუ კიდევ მეორე ფინანსების სახლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფინანსების სფერო ძალიან დიდი ტრანსფორმაციის ქვეშ დგება და ცვლილებების ქვეშ დგება. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, რომ მეხუთე სახლში თქვენ გამოიტანოთ თქვენი ნიჭები, თქვენი პროექტები, თქვენი ჩანაფიქრები და ამისი რეალიზაცია გააკეთოთ. პირველ სახლში აღმავლის ტრანზიტით და იუპიტერის ასპექტით შეგიძლიათ ეს ძალიან თავდაჯერებულად და ძალიან თამამად გააკეთოთ და სატურნი მეორე სახლში გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ნამდვილად იმუშაოთ ფინანსებზე, ხო? და გადახედოთ საკუთარ ფინანსებს. ასევე იუპიტერი აკეთებს ასპექტს მე-9 სახლზე, აღმავალ კვანძთან ერთად, რაც მოგიტანთ შეიძლება მოგზაურობების საკითხი გაფართოვდეს თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება მოგიწოთ გადაადგილება, მოგინდათ უბრალოდ გადაადგილება. ასევე შეიძლება ისწავლოთ კიდეც ხო რაღაცები, იმიტომ რომ მე-5 სახლზე გადის იუპიტერი და რა თქმა უნდა შეიძლება ამან მოგიტანოთ რაღაცა ახალი ცოდნა, ახალი შეიძლება კურსი იყოს ან რაღაცა მსგავსი იყოს, შეიძლება მასწავლებელი იპოვოთ ხო მე-9 სახლით რახან ასპექტირებს აქ. ან შეიძლება თქვენ თვითონვე განავითაროთ თქვენი პირადი პროექტი, რასაც გულისხმობთ, მასწავლებლური რაღაცა ის შეითავსოთ ხო, შეიძლება რაღაცა პროფესიის ხართ და ამ ტრანზიტით ამ პროფესიას დაამატოთ კიდევ ის, რომ დაიწყოთ მასწავლებლობა თქვენი სპეციალიზაციით და თქვენი პროფესიის. ეს ვარიანტებიც გვაქვს. საერთოდ ჯამში ეს ტრანზიტი რეალურად ძალიან დადებითია, მაგრამ იუპიტერის ტრანზიტს ყოველთვის სჭირდება გამოყენება. ეს არის ძალიან ზოგადად იუპიტერი ყოველთვის დადებითი პლანეტა, გააჩნია რუკას და გააჩნია სახლებს, მაგრამ მე-5-ში ძალიან დადებითი რაღაცების მომტანია მე-5 სახლში და ოღონდ უნდა გამოიყენოთ. იუპიტერი არის თქვენ როგორ გამოიყენებთ ამას. ამიტომ თქვენ თვითონ თუ რაიმე ჩანაფიქრი გაქვთ და რაღაცის გაკეთება გინდათ და სოციუმში რაღაცის გამოტანა გინდათ და რეალიზაცია გინდათ, ეს არის თქვენი დრო და მოკლედ აბა თქვენიცით. ლაგნათევზებისთვის იუპიტერის ტრანზიტი ტყუპებში გაივლის მე-4 სახლში. თავისთავად ეს ძალიან კარგი ტრანზიტია, იმიტომ რომ მე-4 სახლს გვიფართოვებს და შესაბამისად აქ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ძირითადად ამ ტრანზიტის განმავლობაში უფრო შეიძლება მეტად მოგინდეთ სახლში ყოფნა, სახლის საქმეებით დაკავება, თქვენ ოჯახის წევრებთან ურთიერთქმედება და ზოგადად შეიძლება მოხდეს ისე, რომ სახლიდან მუშაობაც მოგიწევთ, იმიტომ რომ აქ ორმაგი ასპექტი გვაქვს სატურნისა და იუპიტერის მე-10 სახლზე, ხო? რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება რომ შეიცვალოს თქვენი სამსახურეობრივი მდგომარეობაც. ასევე იუპიტერი მე-4 სახლიდან ასპექტირებს თქვენს მე-12 სახლს, სადაც გაქვთ აღმავალის ტრანზიტი, რომელზეც კვანძების შეცვლის ვიდეოში უფრო ვრცლად ვისაუბრებ, მაგრამ აქაც მაინც მინდა რომ რაღაცებს ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაცა ჯამში დაგანახოთ ტრანზიტების ამბავი და არა თითოეული პლანეტა, ხო, მაინც და მაინც. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ცოტა რთული ტრანზიტები გვაქვს, ხო? იუპიტერი კი ძალიან კარგად არის ამ მე-4 სახლში, მაგრამ მასე ასპექტირებს ასევე აღმავალი კვანძი მე-12-დან და მე-12 აღმავალი არ არის ხოლმე მარტივი გასავლელად, მით უმეტეს იუპიტერი ასპექტირებს მასზე, ანუ ეს მას ნიშნავს, რომ მე-12 სახლი ფართოვდება, მე-12 სახლი არის ასევე ხარჯების სახლი, დანაკარგების სახლიც არის, რა თქმა უნდა, რაღაცა განვითარებისა და განთავისუფლების სახლიც არის. მაგრამ მატერიალურ პლანზე შეიძლება ეს გამოვლინდეს, როგორც მაგალითად თუნდაც იგივე მე-4 სახლის იუპიტერი შეიძლება ამან მოგთხოვოთ, ან მოგინდათ უბრალოდ თქვენი სივრცის რაღაცნაირად გალამაზება, ან საცხოვრებლის შეცვლა შეიძლება მოგინდათ, ხო? აღმავალი აქ აკეთებს ასპექტს იუპიტერს და რაღაცა საცხოვრებელთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება რომ მოიტანოს ცხოვრებამ და ხარჯები შეიძლება სწორედ ამასთან დაკავშირებით იყოს. ასევე, აქ იუპიტერი თქვი რომ ასპექტირებს ასევე მე-10 სახლზე სატურნთან ერთად, ორივე ასპექტირებს მე-10 სახლზე, სატურნი კი ასცენდენტიდან. სატურნის ტრანზიტები თევზებში ალბათ უკვე ნახეთ, წინა ვიდეოში არის, შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ აქაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საერთო ასპექტი იუპიტერისა და სატურნის მე-10 სახლზე მოიტანს აი ამ სამსახურეობრივ რაღაცა ცვლილებებს, ხო? აუცილებლად იქნება აქ ან სტატუსური ცვლილება, ან სამსახურის ცვლილება, ან რაღაცა ასეთი, ხო?
და საერთო ჯამში ვერ ვიტყოდი, რომ ზოგადად ტრანზიტები მარტივია, იმიტომ რომ აქ დაღმავალი კვანძეც მე-6-ს გაივლის ხო პრობლემების სახლს და შრომის სახლს და ვალების და ასე შემდეგ. ამიტომ, მაინც საყურადღებო ტრანზიტები არის თვითონ იუპიტერს თუ ეს ცალკე არ გამოყოფ და უფრო ჯამში შევხედავ ხო თქვენს ტრანზიტულ რუკას, მაშინ საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა. ასევე იუპიტერი ასპექტირებს თქვენს მერვე სახლს აღმავალ კვანძთან ერთად მე-12-დან და აი აქაც მერვე სახლი ვიცით რომ არის ტრანსფორმაციის სახლი ხო და როგორც წესი ეს ტრანსფორმაცია შეიძლება სულისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, მაგრამ მატერიალური სხეულისთვის, ჩვენი გონებისთვის, ჩვენი ფსიქიკისთვის ეს მარტივი შეიძლება არ იყოს საერთოდ. ამიტომ თქვენ გელოდებათ სახლთან, საცხოვრებელთან დაკავშირებული ცვლილებები, ასევე შეიძლება იყოს სამსახურებრივი, სტატუსური ცვლილებები და ასევე აი რაღაცა დანახარჯებით შეიძლება იყოს, რომელიც არ გაქვთ გათვლილი და გათვალისწინებული. ასევე შეიძლება რომ ამ ტრანზიტის განმავლობაში უბრალოდ უფრო მოგინდეთ სახლში ყოფნა და აი რაღაცნაირად სახლი იყოს თქვენი ციხესიმაგრე და უფრო სახლში მოგინდეთ ესე ჩაჯდომა და მე-12 სახლი მათ შორის იზოლაციის სახლიც არის ხო, სადაც აღმავალი ტრანზიტი გაივლის იუპიტერის ასპექტით მასზე მე-4-დან. შესაბამისად, აი შეიძლება რაღაცნაირად აი იზოლირებულიც კი იყოთ სახლში, არ ვიცი ახლა ყველა თქვენთაგანის რუკას გააჩნია ხო და ვისთან როგორ რანაირად განვითარდება, მაგრამ იზოლაციაც არის მოსალოდნელი ხო, შეიძლება რაიმე გლობალურიც იყოს ან ლოკალური ან მარტო თქვენთან დაკავშირებული იყოს. ამიტომ ზოგადად ვისურვებდი, რომ ზოგადად აღმავალი კერა და ლაგნა თევზები, ანუ ასწადანი თევზები უფრო ფრთხილად იყოთ ზოგადად ამ ტრანზიტების განმავლობაში და აუცილებლად თუ არ გინახავთ სატურნის ტრანზიტული ვიდეოც ნახეთ და ასევე აღმავალი და დაღმავალი კვანძების ცვლილების ვიდეოც ნახეთ, იმიტომ რომ ჯამში შეკრეთ ინფორმაცია და იყოთ გაფრთხილებულები. ყველაზე კარგია ხა ამ იუპიტერის ტრანზიტს რო დაუბრუნოთ, ყველაზე დადებითი აქ იქნება უბრალოდ თუ მეტ დროს დაუთმობთ ოჯახს, სახლს, ზოგიერთ თქვენთაგანისთვის შეიძლება აქ ვინც რაღაცა პროფესიას, მაგალითად რაღაც უძრავი ქონების სფეროში იცვლით ან დაკავშირებულია თქვენი პროფესია უძრავ ქონებასთან, ნებისმიერი სახით ეს შეიძლება იყოს როგორც ყიდვა-გაყიდვა გაქირავება, ასევე დიზაინი, არქიტექტურა და ასე შემდეგ, თქვენთვის პროფესიულ ჭრილში შეიძლება აქ იყოს ძალიან კარგი დადებითი რაღაცების მომტანი იუპიტერი, ან უბრალოდ გაგიფართოვოთ საშუალებები, რომ ამ პროფესიებით უფრო გამოვლინდეთ და უფრო მეტი გააკეთოთ და ან თქვენი სტატუსით შეიძლება სწორედ აქედან გამომდინარე შეიცვალოს სამსახურეობრივი. სხვა შემთხვევაში თუ ამ სფეროებთან არ გაქვთ შეხება ხო, უბრალოდ ყველაზე კარგი იქნება, რომ მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან, პრინციპში მოგინდებათ კიდეც რომ ასე გააკეთოთ და აი იქნებ ოჯახური და რაღაც თქვენ ახლობლებში გატარებული დროის ემოციებით იმდენად აივსოთ, რომ დანარჩენი ტრანზიტები ბევრად უფრო მსუბუქად გაიაროთ.